რაში მდგომარეობს აღდგომის უნიკალური არსი, რომელსაც მთელი ქრისტიანული სამყარო და არა მარტო ქრისტიანული სამყარო ასე თუ ისე ფორმალურად აღნიშნავს ხოლმე წელიწადში ერთხელ. ეს უცნაური დღიანი მთელი რიგი მოსაზრებებით. რიტუალად თუ იქცევეს, ამას არაფერი ფასი არ აქვს. ჩემთვის რიტუალი ეს არ არის. ნამდვილი არის, როცა ამენ არის ებრაულად და ქართულად ჭეშმარიტად, ეს არის დადასტურება იმისა, რომ რასაც მე მგონი ვის ნამდვილი არის. ქართულში დღე სასწაული არის. დღე არის, მაგრამ ხასიათდება სასწაულით. რა არის ეს სასწაული? მეცნიერებისთვის გაუგებარი და საერთოდ კაცობრიობისთვის ერთჯერადი აქტი, რომ თურმე შესაძლებელი არის ადამიანის ესე რომ წუხდა აღდგომა. და სწორედ მოხდა ეს სასწაული, რომ არავის არ აეგონა აქამდე ადამიანის დაბრუნება გარდაცვალების მერე. ეს იესო ამით გზა გაუხსნა ყველა იმ ადამიანებს, ვინც იესოს იწამებს და შესაბამისად ისინი აღსდგებიან რა ღმერთთან კავშირს გააბამენ. რამოდენიმე შეიძლება პატარა ისტორიული ექსკურსიც გავაკეთოთ, იცით, სამყაროს შექმნის სხვადასხვანაირი მოდელი არის და სხვადასხვანაირი გაგება და როდესაც ბიბლიაში ჩვენ ვეცნობით ღმერთის მოდელს შექმნისა სამყაროისა გვაოცებს, იმიტომ რომ თურმე სამყაროს თავისებური პატრონი ყავს და უცნაურია რომ ყველაფერი რაც აქ შექმნილი არის ადამიანისთვის არის შექმნილი. ადამიანი უნიკალური არსება გამოდის ამ თვალსაზრისით და უცნაურობით ხასიათდება. ყველა სასიცოცხლო ფორმასთან შედარებით, აი რაც დედამიწაზე სასიცოცხლო ფორმები ეს დაბალი, მაღალი დონისა და რანგისა, ადამიანს აქვს როგორც აი ქმნილების გვირგვინად არის გამოცხადებული. ადამიანი უნიკალური არის ამ მხრივ. ეს არის პიროვნება. პიროვნება ესე იგი გონება აქვს, ნება აქვს, ფიქრობს, განიცდის, რაც არ ახასიათებს არავის გარდა ადამიანისა და მას აქვს კომუნიცირების საშუალება, ესე იგი ლინგვისტიკური ისენიც არის ჩადებული. ეს სისტემა რითაც ის სამეტყველო აპარატით უკავშირდება იმას, ვინ შექმნა. მსგავსი რამე არ არის არც ერთი სხვა ცხოველთა სამყაროს არც ერთი წარმომადგენელი მსგავს რამეს არ ატარებს. მთელი სამყარო ხომ, აი როგორც იტყვიან ეს მთელი galaktikებით ყველაფრით უცნაურია. ამ ასეთ პატარა არსებას, როგორც ადამიანი ახლა ღმერთთან შედარებით და კოსმოსთან შედარებით, მართლა პატარა არსება ვართ. რატო დაჭირდა აი ამ ხელა სახლი რა? კოსმოსის გაგებით ესე იგი. ერთი ბეწვი რაღაცა მოათავსა ამ უნიკალურ გარემოში და შეუქმნა ძალიან კარგი პირობები. შემქმნელი ღმერთი ესე იგი ქმნის ადამიანს და უცნაურია როცა სხვა მანამდე სხვა არსებებს ქმნიდა სასიცოცხლო ფორმებს, არასოდეს არ თათბირობდა ის და მარტო აი ადამიანის შექმნის დროს მოხდა ერთგვარი რაღაცა საბჭოე თათბირივით მრავლობით ჭირვა დაწერილი ბრაულში. მოდით შევქვნათ რაღაც ჩვენი მსგავსი და ხატის არსება ადამიანი და ფანტასტიკა არის როგორ ხდება რომ სამშვენივრელი სული რომელიც აი შთაბერა მან ახლა მატერია გასაგებია სხეულის ყველაფერი ეს უჯრედები ეს უამრავი ისენი აქ უჯრედს მილიარდობით რაღაც ის არის რაღაც და დანაწევრება ამისა ის კოდი თელი ამბავი ახლა ბიოლოგიაში არ გავალ უფრო ღრმად აი სული საიდან არის სამშვენივრელი ვისი თვისება ეს საიდან შემოვიდეს და ვერ გაიგებს ამას. ახლა ემბრიონი ემბრიონთან არის, უჯრედი უჯრედთან, მაგრამ სული საიდან არის სამშვენივრელი, აი ვინ ქმნის ამას. ბიოლოგიურად განვიხილეთ ადამიანი და ფიზიოლოგიურად, მაგრამ თავად სამშვენივრელი სული კიდევ ემეორებს, არამატერიალურია, იმატერიალური არის, ხომ? ესე იგი, სახეზე არის უნიკალური რაღაცა სიცოცხლის წარმოჩენის უნიკალური მოდელი. და ადამიანები ამას რატომღაც იცით არიღებენ მარტივი მიზეზით ადამიანი დაშორდა ღმერთს დიდი ხანია. ეხლა კი არ დაშორდა. დაშორდა 7000 წელზე მეტია და 10000 წელზე. აი ამ გამოცდილებით დღეს რო ქვია მეცნიერული გამოცდილება, ჩვენ მგონია აპრიორი ვიღებთ იმას, რომ ადამიანი შექმნილი არის რაღაც სხვა ძალების მიერ, აფეთქების თეორიის მიერ და შემდეგ და შემდეგ. წელიწადში ორჯერ სულ ამ პიროვნების თარიღი ამ პიროვნებას უკავშირდება. ეს არის წელიწადის ბოლო და წელიწადის დასაწყისი გაზაფხული. დაბადება შობა და აღდგომა. ეს ორი ერთმანეთთან კავშირში არის და არანაირად არ უნდა იქნას მოწყვეტილი. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღდგომას. ხომ? ეს ფუნდამენტალურია. თუ ახლა შობა არ იქნებოდა, არც აღდგომა იქნებოდა, იმიტომ რომ შობის შედეგად არის ცნობა იმისა, რომ ამას აღდგომა უნდა მოყვეს. და შობა ესე იგი ამ ცოდვა დაცემულ სამყაროში შემოდის უნიკალური მეთოდით და სასწაულით, ორივე ეს მოვლენა სასწაულს უკავშირდება. შობა არის სასწაული, იმიტომ რომ ხდება არა ჩვეულებრივი ბიოლოგიური გაგებით შობა, არამედ სულიწმიდის აქტიური ჩარევით ხდება ბიოლოგიურ მატერიალურ იმაში შესვლა ქალის კვერცხუჯრედში და ხდება ზეკაცის ადამიანის და ამავე დროს ღმერთის შერწყმა. უცნაური ესე იგი ადამიანური სახე და ბუნება როგორ შეერწყა ღმერთს და
აი ეს არის კიდე გაუგებარი ერთდროულად როგორ არის შესაძლებელი ღმერთი და ადამიანის იდენტიფიცირება და იგივეუბრიობა. აი ეს იყო სწორედ კაცობრიობის თავსამტვრევი საგანი და გაუთავებელი კამათი წარმოიშვა. თეოლოგიის ისტორია სწორედ ამის კამათის ისტორია არის და ორ ჯგუფად დაჯგუფდნენ ესეთი გაგების ადამიანები. ზოგი იძახის რომ ეს არ არის ღმერთი ადამიანია, ზოგი იძახის ეს ღმერთია, მაგრამ სულია მისი და არა ადამიანი. მოკლედ ასე წარმოიშვა მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა. ადამიანს კი რა შეუძლია, მე მგონი ჩვენ ძალიან გამაყენებული ვართ ადამიანები და მგონია რომ ბევრ ამას მივახსენებთ მეცნიერულ რაღაც საფუძვლებზე დაყრდნობით. აი ეს ცნობა ასე თუ ისე მოვიდა და დააკვირდით ახლა მივხვდეთ იმისა რომ გაუთავებელი აზრთა კამათია და მუდმივი კამათი არის. გინდა არ გინდა მაინც ქრისტიანული და არაქრისტიანული სამყარო ამ ორ დღესასწაულს ერთით სასწაულით ხასიათდება უნიკალური შობა და დაუჯერებელი აღდგომა. ესე დამკვიდრდა და თანდათან ამან ცოტა სხვა ხასიათი მიიღო. არა რაღაცა ფუნდამენტალური ძალიან ესეთი ღრმა მისტიური და ესეთი რეალისტური გაგება. არამედ უფრო ადამიანური, ზოგად ადამიანური გაგება დაუდეს საფუძვლად და თითქოს ანთროპოლოგიური გაგება აქვს ამას. ადამიანი თავისი კატეგორიები გადააქვს ღმერთზე და დაბადებას და შობას თავის შობა დაბადებასთან აიგივებს და წმინდა ადამიანურ დონეზე აღნიშნავს ამას. ამით არის განპირობებული ის სადღესასწაულო ფონი, რომელსაც ჩვენ ხედავთ შობასა და აღდგომას. გაუთავებელი პურიჭამა, ღრიალი და თანდათან ადამიანის განხილვა გამოიწვია ამან. მოკლედ, ღმერთის ეს მისტერია ანთროპოლოგიურ დონეზე ძალიან გაადამიანურდა ისეთ დონეზე, რომ ეს ჩვეულებრივი რიტუალად იქცა. და ეკონომიკას მიება და პურიჭამას და ასე შემდეგ და სულში არაფერი არ ხდება. რა იყო მთავარი ხსე აღდგომისა, რომ ამაზე რომ დაფიქრდება ადამიანი? ის რაც დაიკარგა და სწორედ დაკარგულის აღდგენა არის. აღდგომა ნიშნავს ყველაფრის აღდგომას, აღდგენას. ფუძე ამისი აღდგენა, განახლება, დაბრუნება, აი ეს არის აღდგომა, ხო? აღსდგინება, აღდგომა, ხო? რა დაიკარგა და რა უნდა აღდგეს. ერთ დონეზე, ერთ ფორმულირებას ნუ მივცემთ ამას, რომ მხოლოდ მკვდარი უნდა აღდგეს და ეს უკვე რელიგიურ იმასთან მივდივართ, წარმართულ გაგებასთან. ადამიანს არ უნდა სიკვდილი და უნდა აღდგომა, ხომ? თავდაპირველი ესე იგი გაგება ამისი სხვა იყო. ესე იგი 60-ის ბაღში სამყაროს შექმნილი უნიკალური მოდელი იყო ესა. ბიწი არ აქვს, ბიწიერება არ ახლავს ამას. არის სუფთა და წმინდა ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა. ქმნის ესე იგი ღმერთი ადამიანს, რომელიც კომუნიცირებას ახდენს ლინგვისტური საშუალებებით, რომ არა მეტყველებას საუბარი, ჩვენ რატო დაგჭირდა მეტყველება, უნდა დაუკავშირდეთ იმას, ვინც ზე მეტყველი არსება არის. ეს არის ღმერთი და ასევე ზე მეტყველი არსება უკავშირდება იმას, ვისაც ქმნის, იმიტომ რომ მათ თქვა, ჩემი მსგავსი და სახით უნდა შევქმნაო და რა მსგავსება და რა ხატი არის ისეთი, რა მახასიათებელი აქვს ღმერთს, რომ ჩვენ მასთან იდენტიფიცირებას, ამ მსგავსებას ვახდენთ. სწორედ აი ამ სულისა და კომუნიკაციის და კომუნიცირების საშუალებით. მეტყველება სწორედ ამიტომ არის. სხვას არავის არ აქვს მეტყველება. ჩვენ გვაქვს გონება და გვაქვს თვითშეგნება. ამ ხრივ გამორჩეული ვართ სამყაროში ყველა სხვა საცოცხლო არსებებთან შედარებით. ჩვენ გვაქვს თავისუფალი პიროვნება ვართ, მოკლედ თავისი სიხარულით, სიმწუხარით, სევდით, აბსტრაქტული აზროვნებით, თვითშეგნებით, ფიქრით, ფიქრობთ, გადმოცემთ ამას ლოგიკური სისტემების მეშვეობით. და ის ვინც ეს ჩაგვიდო ჩვენ, ეს რა მართლა ევოლუციის შედეგი არის, მეტყველება, თავიდან ბულვები ვიყავით და მე დავიწყეთ ლაპარაკი. მაგრამ ევოლუციის თეორია რატო არ შეეხო სხვა არსებებს? რა დააშავეს სხვებმა? მაგრამ ერთიდან როგორ გამოვიდა, თქვათ ადამიანი სხვა რა, ჩვენ თუ ბაღლინჯოდანა ვარ, თქვათ და ინფუზორიიდან, სხვები რა მილიარდი წლები დაჭირდება კიდეც რომ ბატი არ ლაპარაკდეს, 10 მილიარდი რომ მაიმუნი და ასე შემდეგ სხვა ლაპარაკდეს. ეს ყველაფერი ხო ფანტასტიკა არის და ადამიანური წარმოდგენებით აშენებული თეორია არის. ამას არ ადასტურებს ბიბლია. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ღმერთმა გაიმეტა ჩვენთვის და აუცილებლად უნდა გაემეტებინა, ეს ბიბლია. ჩვენ არ გვჭირდება, მაგალითად, ედემის ბაღში ადამიანსა და ევას ბიბლია არ ქონდა, არც იყო საჭირო. პირდაპირ კავშირი, სადაც არის რადგენა წერილი. ცოლი ქმარს წერილს არ წერს, როცა სახლში არის, ხომ? როცა ურთიერთობენ ისინი მუდმივად 24 საათის განმავლობაში, წერილობითი ურთიერთობა მათ არ აქვთ. მათ აქვთ კომუნიკაცია არის სამეტყველო საშუალებით. და ბუნებრივია, რომ ადამი და ევაც არ საჭიროებდა წერილები ეკითხა ღმერთის შესახებ. იგი პირდაპირ კავშირში იყო რა ღმერთთან, მეტყოლებდნენ იმ საშუალებებით, რომელიც ღმერთმა
შექმნა ხომ ეს სამეთყველო საშუალებები. ორმხრივი იყო ურთიერთობა. ცოდვა დაცემის შედეგად კავშირი გაწყდა და დააკვირდეთ, ეს არის ყდომა. ესე იგი, აღდგენის საპირისპირო ცნება არის დაშვება, დაცემა და ცოდვას ძირიც დაცემა არის. ამის შედეგად საჭირო არის აღდგომა. მთლიანად მთელი ბიბლიის არსი მდგომარეობს ამ დაცემის წამოდგომა, აღდგომის და შეერთებისა, აღდგენისა და გაერთიანებისა ამ პატარა არსებისა უმაღლეს არსებასთან ღმერთთან. აღდგომის მთელი ფილოსოფია ეს არის. მთლიანად საღვთო წერილი სწორედ ამ პროექტის განხორციელებაა და ამის თავკაცი ისევ ღმერთი ადამიანს არ შეეძლო აღედგინა ურთიერთობა ღმერთთან, იმიტომ რომ თვითონ დაშორდა მას. შენ რო შორდები, შენ ამას ვეღარ გააკეთებ შენი ძალებით. და მას მერე უკვე იწერება ეს წერილი. როცა კავშირი გაწყდება ქალსა და კაცს შორის, წერილით ხდება კომუნიკაცია. მაგრამ წერილის იმ შემთხვევაში აქვს, თქვათ, გაერთიანების მნიშვნელობა, როცა მიმწერი, წამკითხველი და მიმწერი კომუნიცირებას ახდენს ამ საშუალებით წერილი რო ქვია. ხო არის ისა რომ მე წერილს წერ, მაგრამ შენ ამაზე არ პასუხობ. ღმერთი წერს წერილს ბიბლიის მეშვეობით, მაგრამ ძალიან ბევრი არ პასუხობს ამაზე და თუ პასუხობს, უხეშად პასუხობს. ან ინტერპრეტირებას ახდენს თავისებური ტვინითა და გაგებით. ეს არის მთელი კაცობრიობის ისტორია გაშლილი და ვინც ეს იწამას, სწორედ ის ხალხი დგას ღმერთის სამსახურში და ჩვენამდე ეს ინფორმაცია მიაქვს. ამიტომ ეს რწმენის საფუძველში არის არა მარტო რწმენის მეგობრებო, მეცნიერულად ასე თუ ისე გარკვეულ დონეზე მეცნიერებასაც რა ძალუცის დადგენილი არის, რომ დღეს თუ დაობს ახირებული ადამიანი, მაგრამ ოდნავ გონიერი ადამიანი არანაირად არ დაობს იმას, რომ სამყაროს პატრონი და შემოქმედი ყავს. ჩვენ წინ არსებული სამყარო ძალიან რთული არის თავისი გენეტიკური შემადგენლობით და ბევრი რამე ჩვენთვის გაუგებარი და მიუწვდომელია. კი, ტრაბახობთ რაღაც მიღწევებით, მაგრამ რის სამსახურში დადგა ჩვენი გონება? ესე იგი, როგორ შეიქმნა ადამიანის დამოუკიდებელი ნეიტრალური არსება არის ღმერთისგან თუ დამოკიდებული არის აბსოლუტურად? ბიბლია ერთჯერად პასუხს გაგცემს ამაზე ერთ მნიშვნელოვანს. ადამიანი არის დამოკიდებული არსება. და უნდა ეცხოვრა მას ბედნიერების მისაღწევად სწორედ იმ ინსტრუქციებით და იმ მეთოდებით, რომელიც ღმერთმა დაგვიწესა. აქედან გადახვევა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გაუბედურდა. და სწორედ ეს არის პატარა მასშტაბით ხო რაღაც ღმერთის თვისებების მატარებელი არის ადამიანი. შემოქმედება, აბსტრაქტული აზროვნება, კომუნიცირება, გაყენება თავის თავზე. ძალიან ბევრი რამეს ადამიანი ისე მოიაზრებს, რომ გაუცდებით. მაგალითად, არქიტექტურის თავში აბსტრაქტული აზროვნება არის, სივრცის აღქმა, აბსტრაქტული შენობის გარკვეული გათვლები და შემდგომ მე ამის პროექცირება ხდება ნახაზის მეშვეობით და მე მისი ხორჩესმა მატერიალურად. ესე იგი, წინ აბსტრაქცია უძღვის ამას, ხომ? განყენებულად წარმოიდგენს მთელ შენობას ადამიანი თავში. აი რა საოცარი და მიმზიდველი არსება ადამიანი. ადამიანი ერთ-ერთი რთული არსება და ესე მარტივად, რომელიც ესე მეცნიერები ესე გადაობენ და თუ შეიძლება ითქვას ძალიან ტრაბახობენ, რომ მიაგნეს ყველაფერი, შეიქმნა ფსიქოლოგიური მეცნიერება, რაღაც ათასნაირი სისულელეები და ამ დროს სასაცილოა პირდაპირ ფსიქოლოგია, ესე იგი, ფსიქოლოგია, ხა სულს უარყოფს ყველა და როგორ უნდა იკვლიოდა მეცნიერება, ხო? ფსიქოლოგია, ესე სულის მეცნიერება. სულს უარყოფს თითქმის ყველა, ხო? რო გადახედოთ მატერიალური ფილოსოფოსები და სულ ყველა და თვითონ ფსიქოლოგები და აბსურდული ტერმინი არის ეს ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება. სული თუ არ არის, რას იკვლევ? რა მეცნიერებაა სულისად, როცა სულსა და სამშვენას უარყოფს ძალიან ბევრი. განსაკუთრებით საბჭოთა იდეოლოგია. რა დაიკარგა და რის აღდგენა და აღდგომა არის საჭირო და რატომ არის ასე, რომ ჭეშმარიტად, რატომ არის სიტყვა ჭეშმარიტი, იმიტომ რომ ვისაც ჯერადო წამს ის ნამდვილი არის და აღდგომა მართლა უკავშირდება განახლებას, გაწყვეტილი კავშირის აღდგენა არის ეს. რათა ჩვენ ვიცხოვროთ იმ მითითებებით, რომელიც ღმერთმა დაგვიტო. უზარმაზარი ეს სამყარო, რომელიც სახლს წარმოადგენს ადამიანის არსებისათვის, თუ ამ ინსტრუქციებით, იმ მითითებებით არ იცხოვრებს ადამიანი, რომელიც ღმერთმა დაგვიწესა, ჩვენ ვერ გავიგებთ გზას. ავწდით რა ამ სწორედ ამას, აღდგენა კავშირის გაწყდა რა, ადამიანი წავიდა სხვა გზით. ამ სხვა გზას ცოდვად დაცემული გზა ქვია და აქეთკენ მიემართება ადამიანის ცხოვრება და ბუნებრივია აი ესეთი გონების წარმართვა ღმერთის გარეშე და ძიება იმისა, იმ საწყისებისა, რომელიც შენთვის არის დამაზარალებელი, თავდება იმ ფინალით, რაც ბიბლიაში აღწერილი. პირველ
გარიჟრასაც აღნით დამთავრდა ეს და ბოლოში გვეუბნება საღვთო წერილი, რომ ეს დედამიწა როგორც განკუთვნილი ადამიანის სამკვიდრო საცხოვრებლად უვარგისი არის და უნდა დაიწვეს პეტრეს წერილი განსაკუთრებით ხაზს უსმებს ამას, რომ ეს ბოლოს ეს დედამიწა ცეცხლში უნდა ჩაინთქას და დაიწვას. კი ცდილობს მთელი რიგი დენომინაციები, რომ ლოცვით ეგ შეაჩეროს, მაგრამ ბიბლია არ ადასტურებს ამას, რომ მთელი ეკლესიური, მსოფლიო ეკლესიური გაერთიანება ილოცებს და დედამიწას მარადიული მნიშვნელობა მიენიჭება. დედამიწას არ აქვს ეს მნიშვნელობა, ეს ცოდვად დაცემული დედამიწა არის, ენტროპიას დაქვემდებარებული, ბერდება ისევე დედამიწა, როგორც ყველა სხვა საცოცხლო არსები გამოიფიტა და საცხოვრებლად უვარგისი არის. ყავლი გავივიდა მოკლედ ამას. თერმოდინამიკის მეორე კანონიც, უნივერსალური კანონიც ადასტურებს. საჭირო არის ახალი, თვისებრივად ახალი. აღდგომა სწორედ აი თვისებრივი ახლის აღდგენას ნიშნავს. და ეს ახარებს ქრისტიანს. და ვინცაც ეს არ ჯერა, ის უკვე ზის წმინდა ანთროპოლოგიურ დღესასწაულში. ადამიანური კატეგორიით აღნიშნავს ტრანსცენდენტალურ ზე ჭეშმარიტებებს, ხომ, რომელიც ბიბლიაშია მოცემული. ეს ადამიანური დონეზე ჩამოიყვანება ის, რაც მაღალია, ზეციურია და აღნიშნავ ფაქტიურად შენ აღდგომას. კუჭის აღდგომას, თქვათ, გაუთავებელი პურიჭამას, ღრიალს და ერთი დღეს უქმე დღეთ ქრისტეს მეშვეობით გამოყენებულია კუჭის რაღაც სადღესასწაულო განწყობად, რითაც ადამიანი უბედურებას დაიტეხებს. ეს დღე გამოყოფილია იმ გულმავიწყი ხალხისთვის, რომ შენ აღდგომას ექვემდებარები. აღდგენილი უნდა იყოს კავშირი შენსა და ცოცხალ ღმერთს შორის, რათა იცხოვრო იმ მითითებებით, რომელიც ღმერთმა დადგა, რათა გარანტია ეს სწორი ცხოვრებისა. ადამიანი აცდა ამას და გონება რომ გამოიყოლა და დაბნელებული გონებით, ყდომა თანდათანობით ევამაც განიცადა ეგა, ხო, თანდათანობითი ყდომა და უცნაურია, როგორ ჩაითრია ადამიანს. მან ხო იგრძნო რომ ის ცუდად იყო. რატო უთხრა შემომიერთდიო რა არის რა ცუდად დაცემული ადამიანის ბუნება. და ესეთი მაგალითიც მოიყვანა ახლა, როცა საჭმელს მამა მაგალითად პირველი შეჭამს და მოიწამლა თქვათ რაღაცით და გულისრევა ეწყება, ის იმავე წუთში ყველაფერს საშუალებას იმართავს, რომ ოჯახის წევრებმა ის არ მიიღონ ეს საჭმელი. ევამ ხო იმავე წუთში იგრძნო ცუდად დაცემის შედეგად ყდომა. და ადამიანს მასგზას დაადგა. ნახეთ, ცოდვილი ბუნება ითრევს სხვა ადამიანს თავის ცოდვაში და ცხოვრებაში წესია. ნარკომანები ითრევენ სხვა ადამიანს თავის წერაში, მეძავი ქალები სუფთა ადამიანებს ითრევენ, წმინდა გოგონებს ითრევენ და რათა გამაგრდეს მათი ყოფიერება და თითქოს რაოდენობით. ამით ერთ ადამიანი, აი ერთი ადამიანის რიცხვი შეიძლება მოიყვანოს 10 და 20 და მილიონს ხო არ გაწირავს. თუ მთელი მსოფლიო ჰომოსექსუალიზმის გზას დაადგება, ხო არ გაწირავს ღმერთი ამათ. აი ესეთი გაგება აქვს, არა და ეშლებათ, როგორ არა კი. 8 მილიარდამდე ადამიანი ზარყნამ შთანთქა და 800 გადარჩა. რა ხომ ძალიან კარგი სიმბოლო არის ბიბლიაში სრულყოფილებისა და განახლების აღდგომის ციფრი არის 8 ციფრი რო იცოდეთ 7 სრულყოფილება არის და აღდგომა განახლება არის თვისებრივად ხარისხობრივად განახლების მათემატიკური სიმბოლოა ბიბლიაში 8 და არც თუ უსაფუძვლოდ მეგობრებო ასე რომ დღეს ჩვენ ახლა აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავთ ქრისტიანები და აღნიშნავთ ამას არა პომპეზურად არამედ უბრალოდ უფრო სულის ასპექტში, უფრო ინტელექტის ასპექტში და კიდევ ერთხელ ვიხარია ის, რომ ადამიანი აღდგინა კავშირი ღმერთთან, რათა ეს ნეტარებას ეზიაროს, ხომ? ესაა გასაგები და არა ის ზოგიერთი, თქვათ, ორთოდოქსი სახელმწიფოს მიერ აღებული ეკლესიები, რომ აღდგომა დაყავთ მხოლოდ რაღაც დიქტატურაზე და საერთოდ ეს ქრისტიანობა დიქტატურაზე და აი ჯოჯოხეთში წახვალ და აშინებენ. არსი არ არის აღდგომის შენ ჯოჯოხეთში წახვალ თუ არა. არსი არის იმისა, რომ კავშირი უნდა აღდგეს ღმერთთან. გარანტია ეს ბედნიერი ცხოვრების. ეს დაირღვა, დედამიწას დაიბრიცა, დაიღრიცა, ადამიანი შევიდა ისეთ სფეროებში, სადაც ეკრძალებოდა შესვლა, თავისი გონება წარმართვა სხვა მიმართულებით, აღმოაჩინა ისეთი რაღაცეები, რომლის აღმოჩენა მისი ერთგვარად განადგურების ტოლფასად იქცა. შევედით ისეთ სფეროში, როგორც არის თქვა და ამას დაშით ხვდებით ატომის აღმოჩენა, იარაღების, თელემთა და უამრავი არსენალია გასანადგურებელი აღმოჩენილი. ღმერთს გადაუხვია ადამიანმა და დაადგა აი კანონების, რომელიც ღმერთმა დადო ჩვენი ბედნიერებისათვის და ღმერთის გარეშე, ამ კანონების აღმოჩენამ მივიყვანა მთელი ამ ეკოსისტემის განადგურებამდე და სახესაც არის, ამას ყველა გრძნობს, რომ
საოცარი უხაერობა მთელი რიგ მეგაპოლისებში, რესურსები წყლისა და მთელი ამ მცენარეებისა ნადგურდება. დედამიწა მოიცვა დიდი რაოდენობით კოროზიამ. დედამიწა აღარ არის დედამიწა, რომელიც გვასაზრდოებს. მის ადგილზე ლაბორატორიებია და უკვე ლაბორატორიული ცხოვრება წავიდა. ადამიანი გადაგვარდა მთლიანად. დანიშნულება ესე იგი თავდაპირველად ყველაფერი იმთავითვე როგორც ჰქონდა ადამიანს შეიცვალა. ადამიანმა ადამიანური ანთროპოლოგიური გაგებით დაიწყო ცხოვრება და არა თეოლოგიური გაგებით. ჩაიცვა ანთროპოლოგიურად. ტანსაცმელს არ აქვს ის მნიშვნელობა დღეს რომ სოფლიოში არის. ტანსაცმელი დღეს არა შემოსელი საშუალებაა, არამედ რაღაც ესე დეკორატიული და უფრო მომხიბლავი და უფრო სტატუსის მიმცემი არის და სექსუალური რაღაც იმეების წარმოსაჩენის საშუალება არის. ესე არ იყო თავიდან. აი ესე დაიწყო ამბოხი ადამიანმა ღმერთის წინაშე და ღმერთი როგორ დაანებებდა თავს თავის შექმნილ არსებას და გზადაგზა მას ადამიანი გაურბის ღმერთი მოსდევს. აი წარმოიდგინეთ ესეთ რამე ადამიანი კი არ მირბის ღმერთისკენ და ეხვეწება. გაურბის ღმერთი მოსდევს მას. მოსდევს და მხოლოდ დისტანციიდან კი არ იჭერს. წარმოეწევა ეუბნება მოტრიალდი და დამინახე რომ მე ვარ. თუ ძალიან დაშორდება და არ გამოგვიკიდება ღმერთი ვერ დავინახავთ მას. ხომ? ამ ისტორიულ იმაში ვიმყოფებით ეპოქაში ჩვენ და რაოდენის არის ცოტა ცინიკურიც არის მე თუ გითხავთ რომ სახელმწიფო დონეზე აღდგომას აღნიშნავენ. აღდგომა ინდივიდუალური დღესასწაულია. მხოლოდ ინდივიდების დღესასწაული ეს, არა კოლექტიური და არა სახელმწიფოს დონეზე ვიღაცა ბეყე ტიპები გამოვლენ აქა და სანთლებითა და რაღაცა ბეყე რაღაცეებით გამოდან ჭამენ, სვამენ და ადამიანები კი იტანჯებიან. არაფერი ესეთ ემპირიული ხედვით არაფერი არ აღმდგარა. ყველაფერი ისევ ისეა. ხვალინდელი დღე ჩვეულებრივი დღე იქნება, ისევ გააწამებს ერთი ადამიანი მეორეს. მთავრობა ისევ ტყავს გააძრობს ხალხს. მთავრობის წევრებიც აღნიშნავენ ამას ხომ. დიდი დოზით ეს ორთოდოქსალურ სახელმწიფოებში ახლა პროტესტანტებთან ასეთი ზარზეიმით ეს აღარ აღინიშნება არც კუჭის ამოყორი და არის ჩვეულებრივი დღე არის პროტესტანტულ სივრცეში ევროპა და განსაკუთრებით ავსტრალია, კანადა, ამერიკაში ეს დღე ამ დღეს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება სახელმწიფო დონეზე. ამ დღეს აღნიშნავენ მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიები, ადგილობრივი საჩეიკრებება ადამიანები, პროტესტანტები და პასტორის მეშვეობით ამ დღეს საათნახევრის განმავლობაში აღნიშნავენ. მაგრამ სახელმწიფო დონეზე ეს არ აღინიშნება, გარდა იმისა, რომ უქმე დღე ცხადდება და კვირა არის ყოველთვის აღდგომა. და კვირა იმთავითვე აღდგომა ის არის შესვენების დღე. ასე რომ სახელმწიფო აქ მონაწილეობას არ იღებს. რა ხდება ორთოდოქსიულ სახელმწიფოებში მართლმადიდებლობაში კათოლიციზმი სახელმწიფო მონაწილეობს. აუცილებლად ხლაშიულაშვილს პირდაპირ ახლა ესტუმრებოდა მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, თავისი პრემიერ-მინისტრები და იღლიდან და ფეხებამდე დაკოცნიდნენ და არიქა. აი თუ რომ ეს ღმერთი არის ახლა იქ. აი ესეთი კომიკური მდგომარეობაა ესეთ ორთოდოქსალურ ქვეყნებში. ხო, აღდგომა კი სხვა რამეს გვეუბნება, ეს არის პირადი შეხვედრა ადამიანის ღმერთთან და განახლება იწყება. და როცა ადამიანს ეს წამს და გითხარ რომ აღდგენილია ურთიერთობა ჩემთან და შამავალი უკვე აღარ გჭირდება ჩვენ. აღდგენილი ურთიერთობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ღმერთი კი არ მოგდებს და ჩვენ კი აღარ გავრბივართ. ჩვენ იქით მივრბივართ მასთან და ის გვიხუტებს გულში. უძღების შვილი გახსოვთ? ის რომ გაექცა და ელოდებოდა ღმერთი და ფაქტობრივად გამოეკიდა მას ფიქრებით, განცდებით, რომ არა მისი ფიქრები და განცდები. ფიქრი რო არ ქონოდა დაბრუნების ღმერთს და სიყვარული, ის ვერც გაბედავდა მისვლას. ფაქტობრივად ეს პირდაპირ კი არ გავიგოთ, სპორტული ტერმინი კი არ არის ღმერთი და გამოგვეკიდა ჩვენ. ფიქრით და განცდით ყველაფრით სიყვარულით ხო ყველგან არის, ის არც გარბის, არც გამოვლენს, ღმერთი ყველგან არის. ყველგან არსებული არის. აი ამ უძღებში სიკაძე გაყვა, მაგრამ ის ვერ ხვდება, ხედავთ. ის გაურბოდა. და როდესაც აი ამის შეგენება მოხდა უძღებშულში დაბრუნდა იგი და ჩაეხუტა. სწორედ აღდგომა მას უკავშირდება, იგავიც ამის უწყებელია და თან სასიხარულო მოვლენაა, რომ სამშვენველი სული ჩვენი ღმერთის მოძებული და ეს არის მისი ნაწილი, გაცოცხლდა ღმერთთან ურთიერთობაში და ამის შემდეგ მოთხოვნილება აქვს ადამიანს ურთიერთობა მამასთან გააჩაღოს. რამე თუ ასეთია შექმნილი, ასეთი ვართ შექმნილი და რა აუჯანყდეთ, ჩვენ ვართ სრულიად დამოკიდებული არსებანი. აი ეს შემოგდებული ტერმინით დამოუკიდებლობამ ჩვენ კატასტროფამდე მიიყვანა. ერთხელ მიიყვანა კაცობრიობა კატასტროფამდე და მეორედ მიიყვანს ამჯერად ისე რომ დედამიწა დაიწვება. და არის გამზადებული ახალისა და ახალი დედამიწა იმ ადამიანებისთვის, ვინც კავშირი აღადგინა ღმერთთან. აღდგომას მართლაც ჭეშმარიტი დანიშნულება. ეხლა ღმერთი არც კვდება და არც აღდგება. ღმერთი მარადიულია. მუდამ არის.
ეს არის სუფთად სიმბოლური გაგება იმ აზრით, ამას ვერც ახსენეს ადამიანი, როგორ მოხდა, რომ მან ის მასალა აიღო, რა მასალითაც ჩვენ ვართ აღებული, ხო, სხეული მატერია და შემოვიდა ესე უნიკალური აი შობა სწორედ ეს უნიკალურა შობის არის ერთმანეთზე არ მოწყდება, იმიტომ რომ დეკემბერში რო შობა არის პირობითად ეს დღე და მე-4 საუკუნეში შემუშავდა ხომ 336 წელი არის რომში, როდესაც შემუშავდა ეს თარიღი 25 დეკემბერი და სადღაც გაზაფხულზე უკვე ხომ 4-5 თვის შემდეგ უკვე ეს უკავშირდება ჭიდროდ დაკავშირებულია შობა აღდგომასთან. იშვა ვინ? შობას იმში უნდა დაიბადოს ადამიანი. დააკვირდეთ, როგორ არის დაკავშირებული ქრისტიანობაში შობა და აღდგომა. ესე იგი, ჩვენში შობა და აღდგომა არის ურთიერთკავშირში. ჯერ უნდა დავიბადოთ და უნდა აღსდგეთ. დაბადება კი აუცილებელია. ეხლა როგორ შეაერთა იესო ქრისტემ ეს ორივე მიწიერ ადამიანში დაბადებულ ადამიანში. მიაქციათ ყურადღება, შობამ სწორედ ის წარმოშვა, რომ შენ უნდა დაიბადო იესომ გითხრა. და შობის დროს ჩვენ გვაფიქრებს დაბადების ახალი გაგება, სულიერი გაგება და არა მატერიალური. მატერიალურად ჩვენ უკვე შემოვედით დედისა და მამის მიერ და ვართ ცოტა დაცემული, ღმერთს დაშორებული. ამიტომ საჭირო არის ახალი გაგება დაბადების შესახებ, რაც იესომ გააკეთა და თვითონ დაადასტურა ეს. მაგრამ ამ ახალ დაბადებას ხელს უშლის ის, რომ ჩემი ცოდვილი ბუნება არ უშვებს სული წმინდას, რომ წარმოქმნას მან ჩემში ახალი ადამიანი და აღადგინოს კავშირი მამასთან. რა არის საჭირო ამისთვის? ჩემი ცოდვილი ბუნება უნდა მივცე იესო ქრისტეს და მან უნდა მომცეს თავისი მართალი ბუნება. სულ ყველაფერი ეს რწმენისა და მისტიკის სფეროში არის. აი ეს არის სასწაული. ორივე დღე, რომელიც აღინიშნება კალენდარზე, შობა და აღდგომა არის სასწაული. სასწაული იმის სასწაულია, ჩვენ მეცნიერულად ამას ვერ დავამტკიცებთ. ვერ გაიგება ეს. ბევრი რამე გაუგებარია ჩემო კარგებო. ყველაფრის მტკიცება შეიძლება. გამორიცხეთ ეს. ბევრი რამე ვერაფერს ვერ გაიგებთ, როგორ ხდება, რომ უჯერგი მაგალითად მილიარდობით საათში მილიარდობით იშლება, ხო და ვერამ ვერ გაიგო, ვერ ჩაწვდა ამას. რა ხდება ეს, ხო? როგორ არის ეს? აი ბიოლოგიურად რო გახვიდეთ, აი მიკრობიოლოგია საერთოდ დაიკარგა. არავინ არ იცის ეს რა არის სული, როგორ შემოდის, რა არის ადამიანი, რა ხდება. თვალით ვაზროვნებს ადამიანების უდიდესი უმრავლესობა და შობაც სწორედ ასეთი რამე თქვა იესომ, რომ თუ შენ არ დაიბადები, მაშინ კავშირი არ აღდგება, აღდგომაც არ იქნება. თუ არ დაიბადე, როგორ უნდა აღდგე? ახალი დაბადება, ახალი გაგება მოგცა ღმერთთან ურთიერთობაზე, იმიტომ რომ განახლებული ადამიანს აქვს კავშირი ღმერთთან და არა ძველს. ძველს არ იღებს ის. ძველი ადამიანების მთელი ერთობლიობა კაცობრიობისა იესოს დააკისრა მამამ და უთხრა ჯვარზე გაიტანა ამას. და ვინც ამის იდენტიფიცირებას ახდენს იესოსთან, რომ შენ გაცვალე, შენი ცოდვილი ბუნება მას მიეცი და მე მოკვდა როგორც ასეთი, გახსოვთ ეს რა სიცახის მალუკა მახარებელთან, აიღეთ ჯვარი და გამომყევით, უარყავით თქვენი თავიო. ჯვარი ეს არის დასჯის სიმბოლო. ესე იგი, ჩემი მე უნდა მივალურსმო ჯვარზე და ჩემი მე უნდა მოკლა. იმიტომ ეს ხელს მიშლის ღმერთთან ურთიერთობაში. ესეც ხომ თეოლოგიური თვალსაზრისით, მეცნიერული თვალსაზრისით გაუგებარია, მაგრამ ადამიანი არა მარტო მეცნიერული არსება არის, თეოლოგიური არსებაა. ჯერ ჩვენი დანიშნულება თეო არსებანი ვართ, ჩვენ ღმერთმა გაგვაჩინოთ, ესე იგი თავითო თეოლოგები ვართ. ჩვენ სატანის მეშვეობით გავხდით მეცნიერები. ზოგი დაბალი დონის, ზოგი საერთოდ მეცნიერების ადეპტი არის და ზოგი დიდი ასოთი მეცნიერი და გაამაყებული. და ჩვენ მეცნიერ მოციქულებს მივდევთ, მეცნიერ წინასწარმეტყველებს, იმან გაგვიყვანა და იმის ლაშქარში შევედით. იმ თავითვე ჩვენ დაბადებით ვართ თეოლოგიური არსება, იმიტომ რომ თეოსი ღმერთია და ჩვენ ისი მოძღვრების მიმდევარი ვართ, მისი მოძღვრება, მისი მითითებაა ჩვენი ცხოვრების სწორი წარმართვისათვის და როცა ამას გადაუხვევს ადამიანი, კატასტროფულ მდგომარეობაში ვარდება. ცოდვად დაცემა სწორედ მაგას ნიშნავს. ვიცხოვროთ არა თეო მითითებებით და ჩემი ურთიერთობით ღმერთთან, არამედ ჩემი ავტონომიით, ჩემი მეთი. ესე იგი, ეს ბახში ღმერთის დაშორების შედეგად ცოდვა რომ შემოვიდა სიკვდილში, გაცოცხლდა მე. მე ვარ, ცენტრი მე ვარ უკვე. მე აღარა ვარ დამოკიდებული არსება. მე დამოუკიდებელი არსება ვარ. და უცნაურია ხო დამოუკიდებელი. ესე შემოვიდა სატანის მიერ და მართლა მგონია რომ დამოუკიდებელი არსება ვარ და ავამაყობ ამით. ესომ თქვა რომ უარყავი შენი თავი, აიღე ჯვარი და ყოველდღე მომყევი მე. ყოველდღე ჯვრის აღება. ჯვარი ხომ ეს დასჯის სიმბოლო არის, სასჯელი არის ეს. ესე იგი შენი მე უნდა გაანადგურო იმ ჯვარზე და ზოგად საკაცობრიო ერთობლიობიდან გამომდინარე იესომ გააკეთა ეს ჩემი თქვენი სუყელასი ჯვარზე გაიტანა ის და როცა რწმენით მე ამას ვიღებ, ხდება მისტიური სასწაული. ხდება ის რომ იესომ ჩამითვალა ეს. მე ჩამეთვალა მე ეს და გავმართლდი. ესე იგი მე გამართლებული ვარ. ცოდვას აღარ ვექვემდებარები.
ამის შედეგად ხდება დაბადება. დაბადების შედეგად ხდება აღდგანა, აღდგომა, აღდგარა, კავშირი ჩემსა და ღმერთს შორის. და სამეთყველო აპარატურაც ლოცვის საშუალებით კომუნიცირებას ვახდენ მასთან. და ველოდები იმ ბედნიერ დღეს სრული კომუნიკაცია რომ ხდება. აი ეს არის აღდგომის კვინტესენცია, ეს არის აღდგომის ბირთვი. და ამის გარეშე ახლა სუფრაზე კვერცხების კოტრიალი და მეორე დღეს სასაფლაოზე გასვლა დადასტურება იმის რომ აღდგომის შენარჩერა. რომ საფლაოზე გასვლა ეს არაფერს არ ნიშნავს. არა, ეს ისეთი დედამიწა სასაფლაოა ხო იცით? ახლა მკვდრებთან ურთიერთობა სპირიტუალიზმია. მკვდრებთან გამოთხოვება კოცნა ლოშმნით, ესეც სპირიტუალიზმია და წარმართობა. ეს არ არის მითითება ღმერთის ცხოვრების. ღმერთს არ უთქვია რომ მკვდრებს გამოემშვიდობეთ კოცნითა და ჩახუტებით. არსად არ არის ეს. კაცობრიობის უბედურება არის ღმერთის მითითებებზე იგნორირება და ადამიანური დონეზე და მითითებით ცხოვრება. და სახეზეც არის, აბა მითხარით, რას გავს დღეს პლანეტა? არის ეს ის პლანეტა, ის ბედნიერება, ადამიანი ხო ბედნიერების ძიებაშია და ისევ მეცნიერებას ებღაუჭება, რამენერად გაიგოს ეს ჩვენი უბედურების მიზეზი და გადაჭრას ეს პრობლემა და არ იქა წარმოიშვა მეცნიერება, როგორც არის ფსიქოლოგია 19 საუკუნის 80-იან წლებში, 60-იან წლებში, როგორც მეცნიერება, ხო? და ამის საფუძველი უყრის რენესანსული ეპოქა და აძლიერებს განმავლობის ეპოქა, სადაც ღმერთს საერთოდ მოშორდნენ ესენი, ღმერთი არ უჭირდება, ადამიანია ცენტრში, ადამიანი და წაავითა. აი, მანდიდან იწყება კაცობრიობის უბედურება. კაცობრიობის უბედურება გნოსეოლოგიური გაგებით იწყება მე-18-მე-17 საუკუნიდან. საფუძვლები ეყრება რენესანსის პერიოდში. ჩვენ კიდე ამას გვასწავლენ როგორც უდიდეს მიღწევას. ხო ეს შემოვიდა. დღესაც ესეა. ბიბლიამ სრულიად გადახაზა ეს. ვინც ამას ჩაუჯდა, გაასწორა ურთიერთობა. ამიტომ აღდგომა იმიტომ გვახარებს ჩვენ, გვიჯერა რომ ჩემსა და ღმერთს შორის კავშირი აღდგენილია, ფიქრით, განცდით, ლოცვის მეშვეობით, ბიბლიური წერილის კითხვით. ამით შევდივარ მასთან ურთიერთობაში და ამ დედამიწის ესეთი ტრაგიკომიკული სიტუაციები კი არ გვახარებს ჩვენ. წყინს, მაგრამ აი აქაც კი ეს შეიგრძნობა და შეიმეცნება ულამაზესი აი რაობა დედამიწისა სიცოცხლის ფორმებისა და იყო ქრისტიანი ტკბები ამ სილამაზით, რომელიც ძალიან ესეთი აჩრდილის ხასიათს ატარებს და გახარებს ამის სრული გაცისკორონება ახალსა და ახალ დედამიწას. ამერად როცა ულოცავს ქრისტიანი ქრისტიანს აღდგომაო, მან მთლიანად გააზრებული აქვს რას ნიშნავს ეს და ჭეშმარიტად ვეუბნები. ესე ქრისტიანი ქრისტიანს ულოცავს აღდგომას და არა ქრისტიანი ათეისტს. ათეისტებს ეს არაფერი სიტყვა არ არის. გაუგებარია. ხო, დღეს კი პლანეტა ათეისტურია მთლიანად. ძალიან დეკორატიული თეოლოგიური გაგება არის მსოფლიოში. ეს დეკორატია, ბუტაფორიული მრავალღმერთიანობა ქართულად რო თქვა. ბუტაფორიული მრავალღმერთიანური რწმენა არის და ყველა ქვეყანა აღნიშნავს თავის აღდგომას. თავის აღდგომა აქვს მუსულმანებს, ბუდისტებს თავის გაგება აქვს ღმერთზე და ჩვენ ჰუმანურ პლანეტაზე რო ვცხოვრობთ, ერთმანეთს თქვა პატივს ვცემ და არ ვეჭხობებით, ხომ? ქრისტიანულ სამყაროში მცხოვრები მუსულმანები მას არ იღებენ, ჩუმად არიან და იღებენ იმ დღეს იმ თვალსაზრისით, რომ უქმე-დღე არის, სხვა არაფერი. არ მონაწილეობენ ისინი. ასევე როცა მუსულმანები ზეიმობენ თავის ბაირამობას და მთელი რიგ რაღაცებს და რელიგიურ იმებს, იქ ქრისტიანები არ მონაწილეობენ, მაგრამ მაინც ასე თუ ისე იქ დასახლებული ქრისტიანები არ უჯანყდებიან და მონაწილეობენ იმ უქმე-დღეებში, რომელიც ის უქმე-დღეებითაც ხასიათდება მუსულმანურ იმებში, ეს დღესასწაულები 3-დღიანი და 4-დღიანი, ხო? აი, ასეთი პოლითეიზმი არის დღეს პლანეტაზე. მაგრამ არ შეიძლება ყველა თანაბარად სწორი იყოს. არ შეიძლება. და არც ამის მტკიცება, თქვა, სწორი დაამჯდეთ და ვიღაცებს უმტკიცოთ, ახლა ჩვენ ვართ სწორი და ისინი თქვა არასწორი არიან რომელიღაცა მუსულმანები. ეს ინდივიდუალური საკითხი არის და სწორედ აქ ჰუმანიზმა და დემოკრატიული პოლიტოლოგიის შემოტანილი ესცენება პოლიტოლოგების მიერ რაღაცნაირი უსესუსი თანხმობას მიაღწია და რელიგია დაიყვანა დაუქვემდებარა ყველა მსოფლიოს გაგება თეოსზე დაუქვემდებარა ადამიანს. ამიტომ უფრო ანთროპოლოგიური პლანეტა არის ჩვენთან და უფრო სეკულარიზმი ბატონობს და რელიგია როგორც სადღესასწაულო რაღაც კულტურული გაგება აი ესე შემოიტანეს დედამიწაზე. ჩვენ ჭეშმარიტად ქრისტიანები, რომლებიც მართლაც აღიარებენ აღდგომის ამ ნამდვილ გაგებას, აქეთკენ ვიხრებით და ერთმანეთსაც ულოცავენ ქრისტიანები ქრისტიანებს. ხა მუსულმანს მე ვერ მიულოცავ აღდგომას, იმიტომ რომ ვერც გაიგებს ეგა და ჩემი მხრიდანაც ცოტა ეს სისულელე იქნება. ჯერ უნდა გააგებინო ადამიანს, ასწავლო და მერე ულოცავ აღდგენებას და აღდგომას და განახლებას, ხომ?
აღდგენილ კავშირს გულისხმობს აღდგომას და არ დავიყვანოთ მარტო ის რომ იცი მკვდარი აღდგება. მკვდარი ყველა ვარიანტი აღდგება, გინდა იწამეთ ქრისტე და გინდა არა. ადამიანი არ ქრება, ეს არ არის ესეთი არსება რომ ერთხელ მოვიდა და მერე გაქრება და ცებს და შემოგრამ და აღარ არის. აღდგომით ყველა აღდგება. აბსოლუტურად. ეს მუსულმანი იქნება, ბუდისტი იქნება, ადამიანიდან მოყოლებული აბსოლუტურად ყველა აღდგება. ღმერთთან წარდგება აბსოლუტურად ყველა. ყველა ის ხალხი, ვინც თავის ღმერთებს აღიარებს, ყველა წარდგება იქ, მაგრამ ყველა არ დარჩება მასთან. დარჩება ის, ვისთანაც მართლა ჭეშმარიტი აღდგენილი კავშირი არის, ქრისტიანები, ვინც ოჯახში არიან, ვინც ცოცხალ წიგნშია ჩაწერილი და ვისაც მართლა ჯერა რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებზე დაყრდნობით, იესომ მას ახალი გაგება მოუტანა დაბადებისა, სიცოცხლისა, აღდგენილი კავშირისა და განდიდებული სხეულისა. ხო, განდიდებული სხეული კარგი რაღაცა არის, ხო, რასისკორონებული, ცოტა გამოსყიდული, სულ სჭირდება ახალი სხეული, ახალი ტანსაცმელი. და ამის პირველი ნიმუში იესო ქრისტე იყო, როცა მოწაფებს 40 დღის განმავლობაში თავისი განდიდებული სხეულით დაყებოდა და იმათაც ეს ახარებდათ. ასე რომ ყველა თქვენთაგანს უყელას მეულოცავ აღდგომის ამ დღესასწაულს, ვინაიდან თქვენ ასე თუ ისე თუ ღრმად ამ თეოლოგიაში არზი ხართ, ასე თუ ისე გრძნობით და აზრით, ფიქრით მაგითკენ მიდიხართ და შესაბამისად გეკუთვნით მოლოცვა აღდგომისა. მე ყველა ჩვენთაგანს, ჩვენიანს, მე ყველას არ ვლოცავ თქვენ რომ იცოდეთ. აბა გამორიცხულია. ეს ჯერეთი დარღვევა იქნება ხომ ჭეშმარიტ ღმერთმა რომ ვის მიულოცო, ვისაც არ ესმის ეს რა მიულოცო. კომუნისტებს რომ ახასიათებდა თქვათ იმის მილოცვები დიდი ოქტომბრის რევოლუციის და რაღაც. მე საერთოდ არ მეხებოდა, იმიტომ რომ მე არ ვიყავი მონაწილე რევოლუციური ქარტეხილებისა და მე არანაირად არ მიმწვდა ბრძოლა და ჩემთვის ამ მილოცვას არაფერი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო ჩვეულებრივი დღე იყო დასვენებისა და ძირითადად ულოცავდნენ ერთმანეთს ვეტერანები, ძველი ბოლშევიკები, ძველი ლენინელები, ვინც გაიარა ის რევოლუციის ქარტეხილები, მეორე მსოფლიო ომი. ჩემზე საერთოდ არ მოქმედებდა. და ამდენად მე არც არავინ არ მილოცავდა ამას, არც მე არ ვილოცავდი არამის. ასევე შეიძლება ვთქვათ ეს ქრისტიანობაზე აღდგომა სწორედ უნდა მიულოცოთ იმას, ვისაც ჯერა ქრისტეს გამოსყიდული, აი თავის ცოდვები რომ ქრისტემ გამოისყიდა მაგისი და დაბადების აი ეს თუ არ ჯერა ადამიანს რომ დაბადება შესაძლებელია, აი აქ უნდა განიცადოთ და აქედან აღდგენა ღმერთისა, რას ულოცავთ, იმიტომ რომ ქრისტეს რწმენა აღდგომისა ნიშნავს შენს განახლება, შენს გაცოცხლება, შენს დაბადებას. და ახალი აღდგომა სწორედ დაბადების ახალი ამბავი არის, ახალი კავშირი დაიდო. იესო ქრისტე, ესე იგი მესამე ჰიპოსტაზის სული წმინდა არის ჩვენში შემოვიდა. და ხდება უნიკალური რამ. სული წმინდა ჩემს რაღაც იმ ხატს, იმ სახეს, რომელიც ღმერთმა შექმნა ჩვენ, მოგეხსენებათ, ადამი იქმნება ღმერთის მსგავსად და ხატად. მაგრამ უკვე ადამიანში დაბადებულები ღმერთის მსგავსად არ იბადებიან, გადაფხეტილი არის ეს. უკვე დაფარული არის ეს სახე და აი ეს მსგავსება. ადამიანს კი ქონდა მაგის, როცა იტყვიან ჩვენ ადამიანის ღმერთის მსგავსად შექმნა ღმერთმა. ლაპარაკი არის ადამიანზე. ცოდვა დაცემამდე. ცოდვა დაცემული ადამი ბადებს კაინსა და აბელს. ორივეში უკვე ღმერთის მსგავსება და ხატება აღარ არის და თუ არის მიჩქმალულია, დაფარულია, გადაფხეტილია. აი ეს გააკეთა იესომ რომ ეს აღადგინა. ის რაც ჩემში, ესე იგი ადამიანის მიერ იყო დაფარული, გადაფხეტილი, იესო ქრისტემ გაწმინდა, გაასუფთავა და ისევ აღადგინა ეს ურთიერთობა. მე ქრისტეს შემდეგ ვარ დაბადებული მსგავსად ღმერთისა. ჩვენში არის მსგავსება ღმერთისა. ხატება და მსგავსება აღდგენილი არის. აი ეგ არის აღდგომა. ყველა თქვენთაგანს ულოცავ აღდგომას, მეგობრებო, კიდე ერთხელ დაგვაფიქროს ამ მოვლენამ, ამ დღემ და შორს არ არის ის დღე, როცა ჩვენ ანგარიშს ჩავაბარებთ. სულ მალე შემოგვადნება ეს მიწიერი ცხოვრება, ძალიან არ გვინდა, მაგრამ ასე არის დაკანონებული, ამას ვერ გადაახდება, ვერც ერთი კლინიკური და ესეთი პოსტმოდერნისტული კლინიკებით ამას ვერ გავიხანგრძლივებთ და ჩვენ თანდათანობით სახეზია ენტროპია. აბა ნახეთ ადამიანები თანდათანობით 20 წელს როგორ არიან 30 წელს ასაკში, როგორ არიან 50, 60, 70, 80 წელს ასაკში. ამასთანავე გარდაიცვალა ჟანეტა არჩვაძე და ერთ-ერთი ლამაზი ქალი იყო, ჩვენ მოამბე რომ იყავდა მას, ხომ? აბა შეადარეთ ძველი ჟანეტა არჩვაძე, აი ახლანდელ 86 წლის არის. ის ვერც იცნობს თუ არ იცნობდა ადამიანებს, ვერც ამოიცნობდით ამ სახეში იმ ჟანეტა არჩვაძეს, რომლის სახე მთლიანად რაღაცნაირად ცოდვის შედეგად ენტროპირებული იყო
და მსგავსება ძალიან ძნელი, რომ არა ძველი ის სურათები. სახეზე არის ენტროპია, მეგობრებო. ეს სხეული, მაგრამ გვახარებდეს ის, რომ ეს უნდა აღდგეს და ვისაც არ აწამს ეს ვაი მას. იმიტომ რომ აღდგები, მასთან არ იქნები. კავშირი თუ ღმერთთან არ გიქნა და ისე იყავი სადმე ღმერთის გარეშე და თან კიდე გამოსყიდვა აღარ იქნება, ეს არის მარადიული ტანჯვა, ჯოჯოხეთი რო ქვია ქართულად. ასე დაგვაფიქროს ამა ყოველდღურად რაც უფრო ასაკი გვემატება, ამაზე კაცმა უნდა იფიქროს. ეპატება 20 წლის, 15 წლის ჰორმონებით რო აზრუნებს ადამიანი, მოგეხსენებათ, ის ნაკლებს ფიქრობს ამაზე, ჯერ კიდე ჩიტები ყავს თავში. ჰორმონალური ყვირილი არის, ყივილი არის, ხიბლია ცხოვრებისა, უამრავი მრავალფეროვნებით, აქიდან, იქიდან, ათასნაირი საცდონებელია. მაგრამ ახლა 20 წლის მისწრაფები რო გაქვთ 80 წლის ადამიანს 60 წლის ვაიშავათ არის საქმე. ჩვენ ყოველი წლობით, ყოველი კვირაობით, დღეებით, საათებით ჩვენ უახლოვდებით გარდაცვალებას, გასვლას. ამ პლანეტიდან, სადაც ჩვენ ღმერთმა დროებით შემოგვიყვანა, ცოტა დაცემული კი ვართ, მაგრამ ამას თავისი მისია აქვს. და მთელი ეს გამოსყიდვის გეგმა ბიბლია რო გვთავაზობს ამ პროექტს, როცა შევიმეცნეთ, გვახარებს ის, რომ არაფერი არ უკვალოდ არ ქრება, ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. და მართლაც კარგი არის რა გააკეთა ამ ღმერთმა ამ ერთი დავამგოლოთ 2000 წლის უკან, 2017 წლის უკან. იმას მერე მოყოლებული მთელი 2017 წელი კაცობრიობა აღნიშნავს ამას, მაგრამ გაგება, შინაარსი უფრო შორდება იმას, რაც თავდაპირველი აღდგომას უკავშირდება და ყველაფერი ეს დაიყვანება მხოლოდ და მხოლოდ სუფრისა და რაღაცა კომერციის დონეზე. ეს ერთი ჩვეულებრივი უქმე დღე არის, რომელიც დიდ დატვირთვით მაგ დროს არ მუშაობს, წარმოებები, დაწესებულებები, გამონაკლისების გარდა და ადამიანი სუფრაზე ატარებს, იცინის, ხარობს და ისევ ღორულ ცხოვრებას ეწევა. ჩვენ რა თქმა უნდა ამ გაგებას არ ვიზიარებთ და როცა ჭეშმარიტად შევედით იმ გაგებაში, რომელიც ქრისტემ შემოგთავაზა, გვიხარია, გვახარებს და მართლაც ჭეშმარიტი სიხარული შემოიტანა. აბა განა არ გიხარიათ, როცა თქვენო გადარჩენილი ხართ. ცნობა ყველანაირი ახალი ჩვენ ისეთ ცხოვრების ისეთი გავიარეთ, რომ გარკვეულ ეტაპზე რაღაცა სიხარულის რაღაც ამბებიც ვიცით რა არის სიხარული. ყველას განუცდია მოკლედ სიხარული და ელემენტარული რაღაცა გახარებია ადამიანს. მაგალითად პირველი აბიტურიენტობა ყველას უხარია. არავინ არ მითხრას, რომ დაღვრემილი შევიდა პირველად სტუდენტობის დროს. აბსოლუტურად სულ ყველამ არც იცოდა სად მიდიოდა, სად აბარებდა. აი ეს პირველი ემოცია სიაში მოხვედრისა იყო სიხარული. და ამ სიხარულს იზიარებდა ახლობლებიც. ხო იხაროდათ ეგ. ასევე დაამთავრება გიხაროდათ, ასევე დაქორწინება გიხაროდათ. ამ სიხარულს ახლა მდგრადობა არ უწერი, არც სტუდენტობის ბოლო 5 წელი არავის გახარებული არ ყოფილა ინსტიტუტში. სრულიად ერთი სული ქონდათ, რომ ის დაამთავრებდნენ. ასევე პირველ სკოლაში პირველი მიღება უხეირად ბავშვებს და გაგებაში არ არიან რა უხარიათ. დაქორწინება უხარია ადამიანს, მაგრამ როცა შედის ყოველდღიურობაში, ის დაამთავრდა ის ქორწილი, საზეიმო განწყობა, მღვდლების კურთხევა და მეგობრების მილოცმულზე დარჩნენ სახლში. დავიდა ჩვეულებრივი დღე, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი. თავისი ყოფითი სიმძიმეებით, სამსახურით და თავისებური რაღაცა მოვალეობებით ცოლისა ქმარის მიმართ, ქმარისა ცოლის მიმართ და დაიწყო რუტინული ცხოვრება, რომელიც უფრო მეტი გაღიზიანება შემოიტანა. მაგრამ სიხარული ხო ახლა პირველი. ასევე ჩვენ ახლა ეს აღდგომის სიხარულს თუ ვიღებთ, ეს განა ისეთი უნდა იყოს, რომ ხვალდაზე გამა გაიაროს. ეს ისეთი მოცემულობაა ეს აღდგომა, რომ ამას მუდმივი სიხარულის განცდა ახლავს. განცდა მუდმივობის შეგრძნება შემოაქვს. სიხარული, რომელსაც მდგრადი და მუდმივობა ახასიათებს. და რომ ეს არ დავკარგოთ, ამას კი უტევს ყოველთვის სატანა. მუდმივად ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა იმ საღვთო წერილთან, რომელსაც უკვე ჩვენ დაბადებული ადამიანი ნელ-ნელა გებულობს და რაღაცა იხსნება. თან უცნაური რა არის, იცით, წიგნებზე კი არ არის დამოკიდებული ჩვენი განათლება. რა თითქოს ვიღაცა მასწავლებელი არის, აი რაღაცა მისტიური ეს გასწავლის და იხსნება შენი შრეები. გაგაღებინებს ის და გაფიქრებს ჯერ, გაფიქრებს და მე დაგალაგებინებს. ესე იგი, ის არის რაღაც ერთგვარი მომწიფებულობა, აი ფეხმძიმობა და მე ამის დაბადება გონებიდან და დაბადება იბადება ნაყოფით უნდა ნახოს რა ნაყოფი არის. ვისზე არის მეტად ეს ფიქრები, ვის უტრიალებს. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნიერად ხდება. ასე რომ ეს დაბადებაც არის ასეთი რამ. ჩვენ უნდა ვიწამოთ და მივცეთ უფლება მას ჩვენში იმუშაოს. ჩვენ კიდე უნიკალური არსებანი ვართ, ადამიანი არის უნიკალური არსება, მეგობრებო. არ არის ადამიანი შემეცნებული. ვერ შეიმეცნებს ადამიანი, ვერანაირი ფსიქოლოგიები თან ჩვენი სიარული. ჩვენ არაფერი არ გვეშველება ფსიქოლოგია.
მოდი ვთქვათ, ძალიან ისეთი ჩემთვის მაგალითად ფსიქოლოგია ძალიან სატანური მეცნიერება. ესე იგი საწინააღმდეგო. ქრისტეს ღმერთის საწინააღმდეგო არის არსება სატანა. მოწინააღმდეგე ქვია მას. ამიტომ ეს მეცნიერება, მეცნიერება, იმიტომ რომ ბერძნული ორი სიტყვის შეერთება ფსიქე და ლოგოსი. ლოგოს კიდე უამრავი განმარტება ბერძნულ ლექსიკონში. ეს არის როგორც ღმერთი, როგორც თქვათ აი ლოგო. აი ამ შემთხვევაში ძალიან მოკლედ რო არ გავავრცელოთ, იგულისხმება რა მეცნიერება. ლოგოს აქვს განმარტება მეცნიერების. ესე იგი მეცნიერება ფსიხეს სულის შესახებ. სული არავის არ აწამს და ან მეცნიერებიც კიდე რა არის მეცნიერება? აი მეცნიერებაც ხომ რელატიური ის არის ცნება. რაოდენ სამკითხაო მეცნიერება ეს და რამდენი შარლატანები ამ 200 წლის განმავლობაში შეიქმნა და კაცობრიობა გამოაშტერეს. ისინი სწავლობენ ესე იგი ადამიანის ქცევებს, ნორმებს, რისხვებს, მოტივა ვერ ჩადიან. ვერ დაადგინეს რა არის. ვერ გააბედნერეს ფსიქოლოგებმა ადამიანები. ყალბის კი დაანერგეს და მე შედიან ადამიანები და თავიანთ ოჯახურ უბედურებებს ამ ფსიქოლოგებთან რაღაცა მოუყვებიან და 5000 და 10000 დოლარს დატოვებენ იმას. სასაცილოა პირდაპირ. რა უნდა იცოდეს ადამიანის შესახებ? შენი შექმნილია? ჩვენ მივაკითხოთ, ვინ შექმნა და ის გვეტყვის ჩვენ ვინა ვართ. და მთელი ბიბლიაში სწორედ ეს მითითებებია და სწორედ მის შექმნილია სამყარო ჩვენთვის. ჩვენ ვართ ბრძანებელი სამყაროისა, მხოლოდ ჩვენ ვართ, ღმერთის თავარი მოქმედი იცით ვინ არის სამყაროში ღმერთი. მეორე არის ადამიანი. და ღმერთს რო გაწევ, უკვე შენ იქნები ღმერთი და სამყაროს ცენტრი. აი სწორედ ეს მოხდა მთელი ისტორიის მანძილზე. თუმცა ღმერთი არ ენებებს ადამიანს თავზე ნახე, მაინც ასე თუ ისე ასეთ სეკულარულ და ასეთ სატანურ პლანეტაზე, მაინც გინდა არ გინდა ყველას ათქმევინებს ქრისტე აღსდგა და ვინც ამას დაუფიქრებლად იძახის, ვაი იმას. ათეისტებიც რო იძახიან ქრისტე აღდგა, ვაი იმას. იმიტომ რომ ღმერთი ეტყვის, შენ იძახდი ღმერთი აღდგა, ქრისტე აღდგა. მე არ მომაქცია ყურადღება. ასე რომ ჯობია საერთოდ არაფერი არ თქვან ათეისტებმა. ვიდრე ასე უაზროდ წარმოთქვა ღმერთის სახელი, იმიტომ რომ ბიბლიაში წერია არავინ წარმოთქვას ამაოდ ჩემი სახელიო. ეს პასუხისგებლობასთან არის წილნაყარი და ჩვენ საზოგადოებამ კი არ გვიკარნახოს დღესასწაულის აღნიშვნა და მართლაც სასწაული არის ეს. ვინ დამიმტკიცებს მეცნიერულად აღდგომის მეცნიერული გაგებას, ვინ შემომთავაზებს ვერავინ. ეს სასწაულია. ზებუნებრივის შემოსვლა აი ამ ცოდვილ სამყაროში და როგორ შეერწყა ერთმანეთს ღმერთი და ადამიანი. და 100% ადამიანი და 100% ღმერთი როგორ გააკრეს ჯვარზე. სასწაულია პირდაპირ ეკლესიებში გახურებული თაყვანისცემა მიდიოდა და იქვე ქრისტე დადიოდა ქუჩებში. იმასთან მათხოვრები და გადაყრილი ხალხი დარბოდა და რელიგიური ისტაბლიშმენტი თავებს ურახუნებდნენ სინაგოგებში ღმერთის აადიდებდნენ. აი პარადოქსი. და ამ ხალხმა დაიჭირეს ღმერთი და გააკრეს ჯვარზე. არც კი იცოდნენ რომ ესენი ღმერთის გეგმაში როგორ მონაწილეობდნენ და მონაწილეობა ჯალათის როლი რო ქონდათ. ვაი მათ. ყველა თქვენთაგანს მე ამას მივუწევ, ჭეშმარიტად აღდგარ იყოს თქვენში იესო ქრისტეს გაგება, გადაბადებულიყავით ამ გაგებასთან შედარებით, თქვენი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ძალიან უმტკივნელო და ესთეტურად საყვარელი და სასიამოვნო ყოფილიყოს და თავის დროზე, როცა ეს დრო მოვა და აუცილებლად მოვა, ჩვენ ღირსეულად წარდგანიყავით ჩვენი რწმენით მამასთან შესახვედრად იმ ოჯახში დასაბრუნებლად, საიდანაც ჩვენ გამოვედით და აღდგენილია კავშირი ეს დაიჭერეთ. აღდგა კავშირი, იწამეთ, გადარჩენილები ვართ. და ამას ჭირდება გაზრდა. დაბადებულ ადამიანს გაზრდა ჭირდება. ფიზიკურად ადამიანი რო იბადება, ჭირდება საკვები გასაზრდად. ასევე სულიერ ადამიანს დაბადებულ ადამიანს ჭირდება სულიერი საკვები, რომელიც არის ბიბლია. ჩვენ სწორედ ამას ახირებული კი არა ვარ და არც ამით ავარ დავალებული, ვინმე აქ მილიონებს მაძლევდეს ჩვენ ამ საკითხთან. ჩვენ ეს ჩვენი მოთხოვნილებაა წმინდა ადამიანური ღმერთიდან ნაკარნახები და შიგნით რაღაცა ქვეცნოურად ეს მოძრაობს. არ მაკმაყოფილებს მოკლედ ეს ცხოვრება დედამიწაზე რო ვართ. არა, ვერ მახარებს ვერავით არის კომფორტი, ვერავით არის, ვერ მახარებს ირგვლივ. სიკვდილია გამეფებული, ყველაფერი საზღვრობა არის და რა ვიცი, აი ფეთქებადი სიტუაციაა ირგვლივ. რომ არა ღმერთის ხელი ადამიანები ერთმანეთს დაერეოდნენ. და ნუ გონია რომ ჩვენ ვაბრალებთ გაეროს ამას პოლიტიკურ ორგანიზაციებს, პოლიციას, ჯარს, სიმშვიდეს. თუ დღეს პლანეტაზე სიმშვიდეა შენარჩუნებული, მხოლოდ ღმერთის ძალითა და სიყვარულით. მორწმუნეებს სწორედ ამის სჯერად და წამთ. ჩვენ ღმერთის ისტორიასა და კაცობრიობის ისტორიას ვსწავლობთ ამბავს ყვებით თუ რა დღეში ვართ, რატომ ვართ, ვინ გვიხსნა და საითკენ მივდივართ. საიდან მოვდივართ, სადა ვართ და სად მივდივართ.
ამას მხოლოდ და მხოლოდ გვასწავლის ბიბლია და არა სხვა რომელიღა აკადემიკოსები და მეცნიერ მუშაკები. მე არავინ არ გადამარჩენს, ვერც ერთი მეცნიერ მუშაკი ჩემს სულს ვერ გადაარჩენს. მე ვერ მშვილის მთელი მეცნიერებათა აკადემია, მთელი კლინიკა, მთელი არ გამორიცხული. მარტო მოვედი ინდივიდუალურად და ინდივიდუალურად გავალ. კარგია კი, ვერც მოსიყვარული ადამიანები მე ვერ დამიდგებიან ბოლო დროს მე სარეცელზე რომ დავიმშვიდობები და დედამიწას. დიდი ქვინი მე გამომიტიროს მეტი ხო არაფერი ასევე თქვენს. ამიტომ ჩვენ მამა გვყავს და იმ მამის ისტორიას ვსწავლობთ და ჩვენ როგორი თავხედური დამოკიდებულება ამასაც ვსწავლობთ და ვნანობთ. და რა თქმა უნდა, როცა ვსწავლობთ ისრაელის ისტორიას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მონაწილეობდით თამაში ცოდვილი ბუნება და ცოდვა დაცემული ადამიანი, ყოველთვის მონაწილეა იმ ამბებისა, რომელსაც წარმოჩენს საღვთო წერილი და ჯული. მათში ჩვენი ისტორიაც მოიაზრება. ჩვენ ხომ რაღაცა მიკრო წარმოადგენთ, ხო, გავიაზროთ ეს ყველაფერი. როგორი გულმოწყალე და მომთმენი არის ღმერთი? ისევე როგორც 70 წელი ათეისტურ ქვეყანას ღმერთი როგორ უყურებდა საქართველოს და მთელი საბჭოური დედამიწა იგულისხმება, საბჭოური ესე კომუნისტური, ხო, არა მარტო საბჭოთა კავშირი იყო ასეთი, აღმოსავლეთ ევროპა, აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნები. აი ეხლაც რა გულმოწყალებას იჩენს ღმერთი, რომ ატაკი მასხარობას უსმენს და გული არავის გასწორებული არ აქვს. დღევანდელ ცხოვრებაშიც რო გადავხედავთ ხალხს, 85, 86, 87 წელი აქ ნაცხოვრები ბერს ხომ აი ჟანეტა არჩოზე გარდაიცვალა ეს იყო დიქტორი არაფერი კითხულობდა სხვის დაწერას და სისულელეებში იყო 40 წელიწადი ღმერთმა მას 86 წელი მიცა რა არაფერი ამას ღმერთზე არ თქვია არასოდეს თუ ის ჩაითვლება მხოლოდ რომ ამ ბოლო დროს ეკლესიაში შევარდები და სანთელს დაანთებ ეს ახლა მეგობრებო ეს ახლა ამ რიტუალებს ისრაელის ხوакეთებს აგერ ყველაზე კარგად რაღაცა დრო იმისა რომ მობრუნებულიყო მთლიანად ერი და მეფეს ხალხისთვის რაღაცა გაეკეთებინა, იმიტომ რომ სახელმწიფო ერთი ოჯახია და მეფეს სწორედ ის დანიშნულება აქვს, რომ ხალხს რაღაცა მიაწოდოს ღმერთის ჭეშმარიტებები. ესე იგი ცხოვრება ღმერთის დადგენილი წესებით. რატომ? იმიტომ რომ სამყარო ღმერთმა შექმნა თავის ფიზიკურ, ქიმიურ და ყველანაირი კანონებით და სასიცოცხლო არსებანის და გვირგვინი ადამიანი მან განაწესა და ჩააბარა და თუ მასთან კავშირი არ გექნება, შენ ხუნტრუშით დაიწყებ ქვეყნის შენებას და ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ კატა თხარავ და დანა გამოთხარავ. მართლაც ესეა, ჩვენმა მეცნიერებმა თხარა და მივედით ატომთან, რომელიც არის მუქარისა და რისხვისა და ომის სიმბოლო. არანაირი კეთილი სამსახურში არ ადგას ეს. ერთმანეთს მაგით აშინებენ. უამრავი ფული ჩაიყარა ამაში, მთელი მეცნიერება მაგის იმაში არის, მთელი ის ჯაჭვი არის ამის და უამრავი თანხები მიდის. რატოა დღეს მოსახლეობა გაწყვეტილი წელში ემსახურება სახელმწიფოს რაღაც ხუშტურს, სახელმწიფოში გამეფებულ გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც აქვს მუდმივი ამბიციები მეზობელი ქვეყნების დაპყრობისა, თავიანთი საბაზრო იმეების გაფართოების არეალისა. და მთლიანად შიგნით მოსახლეობა ყველგან დაკაბალებულია, ეს იქნება შვეიცარია, ამერიკა, ავსტრალია თუ რაღაცა. არც იფიქროთ, რომ სადმე სამოთხი არის. ეგ არის ტყუილი. სოციალური კიბე იერარქია ყველგან არის. და იერარქიის დაბალსახელო და გავიგეთ სახელმწიფო ვარგა თუ არა. აბა გადავხედოთ ნებისმიერ სახელმწიფოში იერარქიის დაბალ კიბეზე ხალხი როგორ ცხოვრობს. გაწამებულია ყველა და ახლა ზემოთ რო ახარ პლატფორმაზე და აივნიდან გადმოყურებ, ჩემო კარგო და უკვე დააფრენა. ეგ არ ნიშნავს რომ სამთხეში ცხოვრობთ. ღმერთის ზურგის ქცევა მეს გამოიწვია. ერთად აღებული 88 წელია. 88 წელი არ არის საკმარისი ამ თენხანს ადამიანს აი ესეთი ბიბლიას რო გითხულობ მაუცებს ღმერთის აი ასეთი მოთმინება სულგრძელობა მას არ ახასიათებს სულმოკლება სულ გელოდება რა გელოდება და გალოდების პერიოდში ისე კი არ გელოდება რომ ინფორმაციას არ გაწვდის ინფორმაციას გაწვდის სულ გიგზავნის ისეთ ადამიანებს მთელი ბიბლია ეს არის ამ ყრუ და ბლუ ხალხის მიმართ გაგზავნილი ადამიანები რომელსაც წინასწარმეტყველები ქვია ამათ რაღაცა განსაკუთრებული სტატუსი კი არ აქვს. გამოარჩია ადამიანმა თან აკადემია დამთავრებულები კი არ არიან. არავინ არ არიან მეცნიერ მუშაკები, ფილოლოგები, ფილოსოფოსები. ერთი ჩვეულებრივი რიგითი ხალხია საერთოდ ზოგმა საერთოდ რა ვიცი, გადაგდებულები არიან, ხო? ხო, სხვადასხვა ხალხს ირჩევს და აგზავნის მეფეებთან და ესენი კიდე დაძდევენ. დღესაც იგივეა. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს დღეს მაგალითად ორთოდოქსალურ სახელმწიფოებში, ისლამისტურ ქვეყნებში და საქართველოში ეკლესიის არსებობას. არავინ არ ცხოვრობს მაგწესით. არავინ არ მართავს საქართველოს ქრისტიანული პრინციპებით, ესე იგი ბიბლიური პრინციპებით. აქ რაღაცა ხდება ეგ. და მთლიანობაში ხალხი არის გაწყვეტილია წეში. როგორ თანადროულია, ხო უცებ აი პარალელებს რო გავავლებ ხოლმე. აი ბიბლია და ალბათ იქცეთი მდგომარეობა იქნებოდა აი მენაშეს დროს, ამონის დროს.
ზუსტად ასეთი. ახლა რითი განსხვავდება ადამიანები, ჩვენ ერთ და იგივე ყალიბში ვართ მოჭრილი. უბრალოდ ის არის დრო იქით, დრო აქეთ, მაგრამ გავარღვიოთ თორე რა, დრო მარტო იმით ავართ წინ წასულები, რომ ჩვენ ძალიან ესეთი კომფორტაბილური მანქანებითა და თვითმფრინავებით დავგრიალებთ. ადამიანის დამოკიდებულება ღმერთმა პროგრესულია. დამოკიდებულება კაცობრიობისა ღმერთმა ძალიან რეგრესირებული არის. ძალიან. აი ასე არასოდეს არ ყოფილა. ეს ეპოქა, ეს საუკუნე, 21 საუკუნე, მთელი დედამიწა იგულისხმება. ეს არის რაღაცა, არ ვიცი, რა დავარქვა ამას ხანდახან. ეს მაგარი რაღაცა მსახიობები დგაებს, წინასწარმეტყველები კი აღარ არიან. მსახიობები არიან ეკლესიებში განწესებული, მუდლეები, დიპლომირებული, კაი ცხოვრების მოყვარულები. არავინ არ ცხოვრობს ღმერთის მითითებით. მთელი მთავრობა ღმერთის მითითებით არ მართავს ქვეყანას. და თუ ვინმე პრეტენზია აქვს სახელმწიფოში მოსulis ეს ორთოდოქსალურ ქვეყნებს რა უნდა იცი? თავიანთი რელიგიური დიქტატურის ქვეშ მოამწყდიონ ქვეყნები და ტყავი გააძრონ. ისლამისტური იმაში ესეა. და არანაირი მნიშვნელობა იქაც არ მიდის. ჯანსაღი საზოგადოები იქ არ არის. ირანი იქნებეს თუ თურქეთი თუ კაცრად თურქეთი ისეთი არ არის ლაიცისტურია. კაცრად ისლამისტურ ქვეყნებში ხო, რომლებიცაც ახლა აპირებენ ეგრეთ წოდებული მუჯაჰედინები და მთელი რიგი რაღაცეები, შარიათის კანონებით ცხოვრებას. რა ის შარიათის კანონები ყველა ფენასთვის სასურველი იქნება? ასე რომ მათ აქვთ უბრალოდ რელიგიური ამბიციები აქვთ. და ბიბლიდან გადახვეულია. ყველა რელიგიური ამბიციის მქონე ადამიანები ამკვიდრებენ თავიანთ ძალაუფლებას, მხოლოდ რელიგიურ საფუძველში. ასე არ იყო ეგვიპტეში ფარაონები? მთელი საუკუნეებით ფარაონი იყო ღმერთი. ფარაონი კიდე თაყვანებოდა ან მზის კულტი ქონდა, ან ცხოველების, უამრავი, ხო, ჩვენ ვისწავლეთ ეს და ერთი ცოცხალი ღმერთი ყველასთვის სავალდებულო. დაწონებული იყო ესეთი. მცენარეებიც კი გააღმერთეს. მცენარე მუხა მაგალითად ცნობილია მთელი წარმართულ რელიგიურ სამყაროში, მუხასაც თაყვანს სცემდნენ. და მე ის შებრალება, ის შეწყალება ღმერთიდან იმით აიხსნება, რომ ამ შტოდან იესო უნდა გამოვიდეს. მხოლოდ ეს დანიშნულება აქვს. დღესდღეობით იესოს მოსulis მერე საერთოდ ისრაელის ისეთი მნიშვნელობა აბსოლუტურად აღარ აქვს კაცობრიობის ისტორიაში. ამან თავისი როლი ვერ შეასრულა. როცა ღმერთმა აირჩია აბრაამი და აბრაამიდან წამოვიდა მერე გადაეცა ისააკი, იაკობი და იაკობიდან ისრაელი და უკვე სახელმწიფო ყალიბდება ამ ერთი ოჯახის საშუალებით. ამათი დანიშნულება იყო ცოცხალი ღმერთის გატანა წარმართულ სამყაროებში. მათ ეს არ გააკეთეს. არათუ სხვაგან თავიანთ ქვეყანაშიდაც რეაქციეს და უფრო მეტი იქ მოწოდებული ჯულის კანონში რო იყო რომ არ აყვეთ სხვა ქვეყნის ღმერთებს. რატომღაც მოუნდათ ისევ აი ამ წარმართი ღმერთების თაყვანისცემა. და რატო ხდება ეს? ახლა ჩემთვის კი ცხადია და გასაგებია, მაგრამ ცოცხალი ღმერთი ეს ისეთი რამეა, რომ მისი მითითებით უნდა იცხოვრო და როცა შენ შემოყავს შენი ღმერთი, შენი მითითებით არის ღმერთი, რომ პარადოქსია, მაგრამ შენი მითითებით არსებობს ღმერთი. შენი ხუშტურის განხორციელებელია და შენ თაყვანს ცემს შენივე დადგენილი ღმერთის ხუშტურსა და მოხუშტურებს. ეს არაფერი მომცემი არ არის პრაქტიკულად. და არა ნომინალურად ჩვენ ვიცით რომ ქრისტეს აღიარებს ყველა. დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო აღდგომას აღიარებს. ხوارსია. ჭეშმარიტი გაგება აღდგომისა ვინმეს თუ აქვს. რატომ არ ეტყობა ქვეყანას კაც? აგერ ბიბლიაში ვსწავლობთ ჩვენ რომ როცა ღმერთს უახლოვდება ადამიანები, ეტყობა ქვეყანას ყველანაირად. ეტყობა ადამიანსაც, ეტყობა სახელმწიფოსაც და ყველანაირად კავშირი აღდგენა ღმერთთან ნიშნავს იმ კანონების განხორციელებას, რომელი კანონების კანონმდებელი თავად ღმერთი არის და იმის გარეშე ჩვენ რო გადავუხვევთ, რა უნდა აღმოვაჩინოთ, რა ჩვენ შევქმნით რამე, ხო აი რა სწრაფახობთ ამისთანას, ან ატომი ჩვენი შექმნილია, რომ არ ყოფილიყო რა შევქმნით რომ აღმოვაჩინეთ და მოდერნიზაცია განიცადა და არ არის ეს ადამიანის კეთილდღეობის სამსახურში ეს არაფერი არ დგას. ადამიანმა ეწირება უაზროდ აი დაფარულის აღმოჩენა და ღმერთის გარეშე გამოყენებას. ღმერთის გარეშე ვიყენებთ აბსოლუტურად ყველაფერს. უფრო მეტი ღმერთის თაყვანისცემას, ღმერთის დადგენილი წესებით კი არ ვეთაყვანებით. ჩვენს მიერ დაწესებული კანონებით, საბჭოებით, რაღაცა მღვდლებით, იქ პასტორთა საბჭოებით, კონფერენციებით და ამას დავარქვით ჩვენ თაყვანისცემა. სულ გადახვეულია ყველაფერი. აი ამას გვასწავლის ბიბლია და სწორედ გადახვევა არის მაუწყებელი გაუბედურებისა და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ ჩვენ. აი ამ ინერციით მიდის დედამიწა და შევიგნოთ ხალხო და აუცილებლად შეიგნებს მომავალი თაობა დარწმუნებული ვარ. ამას მაინც ვერავინ ვერ აცდება. როგორც ვერ აცილა ვერავინ წარღონა, თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მათუსალას
სახელი სწორედ ამას მეანიშნებდა ყველანაირად ისეთი ხალხი იბადებოდა რომ აი სახელი ყოველდღე იმ სახელს ახსენებ რომ აი ვის უნდა მოვიდეს რისხვა უნდა მოვიდეს კაცშვილი არ აქცევს ყურადღებას ნოეს პირით ესე იგი ღმერთი რო ქადაგებს 120 წლის განმავლობაში ალბათ დაცინოდნენ მას ასევე ექცევიან ირემიას უკვე ეს გვაშორებს რამდენს ხომ ირემია აგერ მე-6 საუკუნეა ხო ძველი წელთაღრიცხვით ისაია მე-7 საუკუნე ერთი ეპოქა ცოტა განსხვავება ხომ და ვინმე აქცევს ყურადღებას ქვებითა და ჭოლოკებით დაძდებენ წინასწარმეტყველს ესე იგი ღმერთს ესე იგი რატო დამდებ მე არ შევასრულო ის რაც ღმერთმა თქვა როცა ადამიანი გვეუბნება ჩვენი ხუშტურით იცხოვრებო შეიძლება ქვებით გამოვიკიდოთ მაგრამ როცა ირემია გეუბნება რომ ღმერთის კანონს რატო გადაუხვიეთ რატო დაძდებენ მას ესე იგი ღმერთს ესროლე ქვა და ამიტომ ყველა დიდი ცოდვა სწორედ ეს არის ღმერთის მიერ გამოგზავნილი ადამიანების ჩაქოლვა რაოდენ დიდი ცოდვა ჩაიდენეს როცა იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს როგორ ვერ აირიდა ეს კაცობრიობა არა და ჩაიხედებდნენ წიგნში ნაწინასწარმეტყველები იყო მისი ჯვარზე გაკვრა ესე იგი სრული დეტერმინიზმია ეს რა მოძდის ადამიანს რომ აი გული ესეა გაქვავებული რატო ჩაიხედეს იქ ხომ იჭიდნენ აბა რა წიგნობრების მოვალეობა და ფარისევლების რა იყო ჯულის ცოდნა ჯული დაწერილია ინახება ტაძარში ჩავიხედოთ მე ისაიას წიგნი ჩავიხედოთ ირემია რას წინასწარმეტყველებს მანამდე კაცო რა უწინასწარმეტყველება იაკობმა საიდან ასევე მოსეს და ვინ არის ის რომ მოვიდა მესია და მესია ესე იგი ტაძარში შედის იქ ხათელი ამბავია ტაძარში ღმერთი ტაძარში შედის და ხალხი ტაძარში თაყვანს ცემს რაღაცა ღმერთს მე ვერ გავიგე ღმერთი დადის საზოგადოებაში ქვეყანაში და ის იგნორირებულია ყველაზე ტრაგიკული სურათებია რა წარმოიდგინეთ ახლა ღმერთი რომ გაიაროს ჩვენ ქუჩებში და ჩვენ შიოლაშვილს გაეკიდება ხალხი ამას კი არა ზუსტად ეგ იყო დაძლებდნენ ფარისევლებს და არა იესოს დაძებდა დაწუნებული ეკლესიის მიერ დაწუნებული ხალხი დღესაც იგივეა ეკლესიის მიერ დაწუნებული ხალხი ცალკე არიან ქრისტიანობენ ბიბლიით და იმას დაძლებენ კითხულობ ბიბლიას რამეს ლაპარაკობ მოგნათლავენ რაღაცა იარლიკი აქვს ან იეღოველობას ჩამოკიდებენ ამ დროს იეღოვა დასაცინი სიტყვა იეღოვა არ არის კაცო უამრავი თვისების მაი იეღოვა ის სახელი გაუმჟღავნა მოსეს რა ესეც სალანძღავ სიტყვათა რატომ აქციეს კაცო რა უბედურება თვითონ დაამახინჯეს ამ სექტამ ეს იეღოვას სახე დაამახინჯეს რომ ვერც გაიგეს რომ იეღოვა სწორედ ის დაპირებული მესია იესო ქრისტე ღმერთი ეს რომ რატო გაყავი შვაზე და აი დღეს არ არის იგივე მდგომარეობა ეკლესიაში თაყვანისცემა არის და ეკლესიის გარეთ ესე იგი იესო ქრისტე გულებში რო შემოვიდა ის ვინც გულში ყავს და წმინდა წერილის სახით სახში უდევს და აი ამას მუდმივ კითხულობს ის დაწუნებულია და გადაგდებული ეკლესიის მიერ ქვებით დაძნევენ პარადოქსი ის არის რომ თვითონ ის სახელმწიფოს მიერ აღიარებული და რეგისტრირებული დენომინაციები ვითომ პროტესტანტული აი ესენიც კი ჭოლოკებით დაძნევენ ინდივიდუალურ ადამიანს რომ ის ღმერთზე ლაპარაკოს გვიკრძალავენ თქვენ რა გაქვთ უფლებაო ბიბლიაში წერია რომ არავის ადამიანს რომელიც ღმერთს დაუახლოვდება უფლება კი არა მისი მოვალეობა ამაზე ლაპარაკი ამაზე არ მარტო ლაპარაკი ქმედებანი მისი წესით ცხოვრება სიყვარული მოყვას ისა მტრისა და სწორედ ჭეშმარიტად კაცობრიობის მოყვარული ადამიანის არის ის ვის გულშიც სინათლე აინთო ქრისტეს მეშვეობით აბა ისე ჰუმანური სიყვარულს რა მოაქვს აგერ ხედავთ ჰუმანური სიყვარულით სირიაც იბომბება და ავღანეთიც და რა ვიცი ყველა ირაყიც და რავი ჰუმანური სიყვარულით საქართველოს ფეხზე აღარ ადგას ათმინდეს ცარიელი დეკორატიული წარმოდგენები რელიგიური წარმოდგენები ჭყიალა ტანსაცმში გამოწყობილი შიოლაშვილი ხუთი კაცით გამოსვენებული ღამის თევები არეთი ღრიალი ჭეშმარიტად იძახიან არავის არ ჯერა შეიკრიბება რაღაც მთავრობის წარმოადგენლები და არ ეშინია დგანა რომ თუ შენ ღმერთი გწამს ასე როგორ ექცევი მოსახლეობას რა საგარეო პოლიტიკა გაქვს, რა საშინაო, რა ეკონომიკა, რატომ ვერ გაიმართე ამდენი ხანი? კავშირი არ არის ღმერთთან და იმიტომ. კავშირი ღმერთთან აუცილებელია, იმიტომ რომ სამყარო მისი შექმნილია, კანონები მისი დადებულია, როცა მისით მოქმედებ და ვაზროვნებ, ის სწორედ მიგვითითებს, რა არის ჩვენთვის საუკეთესო ცხოვრებისათვის. თან მით უმეტეს განსაკუთრებით, როცა ჩვენ ცოდვა დაცემულ დედამიწაზე ვიმყოფებით და ცოდვას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, თითქმის 10,000 წლის. ესე წარმოიდგინეთ როგორ გაფართოვდა ცოდვის არეალი და როგორ ჩახერგა ცოდვა მაინც თავის ასაკეთებს იმ ჯებირებს არღვევს და ანგრევს რომელსაც კანონები ქვია გაივსო ქვეყნები კანონებით მთელი პარლამენტი მუშაობს სულ კანონების შედგენაზე არადა იმ ღვთაებრივ კანონს რომელიც უნიკალურია და ყველასთვის მისაღები იგნორაციას უკეთებთ აბა რა არის ლევიტელებში და მეორე ჯულის ეს არ არის კანონები ცხოვრების წესები რა შემთხვევაში ტყავი გაგძვრება რა შემთხვევაში კარგად ვიქნებით ეს დაივიწყა ისრაელმა სახელმწიფო რომელმაც პირობა მისცა ღმერთს რომ დავიცავთ ყველაფერსო და აღარ იცავენ და ბუნებრივია
ბუნებრივია ქვეყანას რა მოსდეს. ჩრდილო სამეფოში 22 წელი ნადგურდება და ლიკვიდირებულია როგორც სახელმწიფო სუბიექტი და ასევე აი ამ იმაში უკვე კარზე მომდგარი ბაბილონის მეფე აეთელი მისი მხედრიონი სანგზის დალაშქრავს იერუსალიმს და 586 წელს ცხოვრებივით გარეკავს თავის იმპერიას და უქვემდებარებს. ეს არის დიდი ტრაგედია. ეს არის მოდელი კაცობრიობისა. ეს არის მოდელი ისრაელის აი ეს ისტორია, მოდელი არის ყველა სახელმწიფოსი. თუ ამ მოდელი ჩვენ ვისარგებლოთ, ჩვენ ამოხსნით ჩვენი სახელმწიფოს ტრაგიკულ მდგომარეობას და თავდახსნის საშუალებებსაც ვიპოვით. ეს დაწონებულია ყველგან და გადავაბარეთ ეს რაღაც სახელმწიფოს მიერ ათეისტური სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ რელიგიურ წესებს და განვაწესეთ ის კაცი და უწოდეთ მას პატრიარქი, კათოლიკოსი, იქით პაპი, ეკლესიიდან ისმის თურმე ხმა ეკლესიას დანიშნულება აქვს, გამიხმერთი გველაპარაკება პაპიდან, კათოლიკური ეკლესიიდან, აქ კიდე ავტორიტეტიდან, შიოლაშვილის წესებიდან გველაპარაკება და გვეუბნება დაიქეცითო? თუ გველაპარაკებათ ღმერთიცა, კეთილი და პატიოსანი ეკლესიიდან, რატო საქმეში არ ეჩანს ეს? მაშინ შევასრულოთ, რასაც გვეუბნება ის. რატო არ სრულდება? არ ასრულებს არავინ ამას და აი ესე სადღესასწაულო განწყობა ახლა კომუნისტური დღესასწაულები, რელიგიური დღესასწაულით რო შეცვალე და იგივე სუფრა არის. ახლა კომუნისტებთან რა სუფრა იყო, იგივე სუფრა, უბრალოდ მაშინ ყველა სუფრა უხვი იყო, ახლა შეიძლება ძალიან ბევრი სუფრა ღარიბია. რატო გაღატაკდა მოსახლეობა ასეთ დონეზე, თუ ესეთი დონის თაყვანისცემა ღმერთისა და ნაკლები თაყვანისცემა რო იყო საბჭოთა კავშირის დროს, ასეთი ღარიბი მოსახლეობა რატო არ იყო? აი გამოცანა. რაშია საქმე? პარადოქსია, რაც უფრო დაუახლოვდა ხალხი წინ წლებში ღმერთს, გამათხოვდა. ბიბლია ამას გვეუბნება. დაახლოებული ღმერთით გამათხოვდეთ? არ მინდა მაშინ ესეთი ღმერთი. აი სწორედ მასეთ მდგომარეობაში იყო მე-10 საუკუნიდან მოყოლებული რუსეთის ისტორია 1000 წელი ღმერთმა უთმინა. არაფერი არ შეუქონია რუსეთს 1000 წლის განმავლობაში. მხოლოდ ათეისტურმა რუსეთმა შექმნა რაღაც. ესეც პარადოქსია. ღმერთმა ამუშავა ათეისტური შეხედულება და პროვიდენციულად ისეთი რამეები გააკეთა, რომ ადამიანს წარმოდგენაში შეუტანა, რომ ღმერთი არ არის და მე გავაკეთე. რა ეს ათეისტი ატრიალებს დედამიწას მზის გარშემო? თუ ათეისტმა შექმნა ეს არც არის ოკეანეები? მზე, რომელიც დაგუნათის და ათეისტმა დააშორა ზუსტად იმ მანძილით დედამიწა მზეს, რომ არც გცივა და არც ვიწვევით, ერთი წამით, 1 მილის რამე 1000-ით რო დაუახლოვდეს დედამიწა მზეს. სულ სხვა ეკოსისტემა შევიქნებით. ან იგივეთი მილიმეტრზე ნახევრით დაშორდეს. სულ სხვა ეკოსისტემა იქნება. ეს ვინ გააკეთა? ადამიანმა რომ ამტენს იბრიქება და არის ერთ რაღაცა ბრექვაში და ესეთი ვარ. ეს ბრექიანობა, ადამიანის ბრექიანობის ისტორია მოითulis დაახლოებით 700 წელს, 800 წელს. ამის საფუძველი რენესანსული ეპოქამ ჩაუყარა. აკვანი მან დაირწა. რომ ადამიანია ცენტრი, ადამიანი და ნელ-ნელა უკვე ეს აიტაცეს მე უკვე განმანათლებლობის ეპოქამ საერთოდ კულმინაციას მიაღწია. საერთოდ ღმერთს ვარი უთხრეს. მე-19 საუკუნე საერთოდ გადაირიათ. სულ მიწაში ჩარგო თავი. დარვინის თეორიამ მოკლედ ისე აღაფრთოვნა ეს ეშმაკი პლანეტა, რომ ღმერთს საბოლოოდ ვარი უთხრეს. საბოლოოდ. მაგრამ ვინაიდან იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე აღიარებდნენ ღმერთს, ძალიან ბევრმა ეს ისევ დააბრუნა და ჭეშმარიტი გაგება კი არ ჩადო მაშინ. დეკორატიული და რაღაცა ესეთი ბუტაფორიული თან სახელმწიფოს დაუქვემდებარა და ამავე დროს ძალიან ესეთი ფინანსური იმებითაც გაამაგრა. საზოგადოებისთვის კი არაფრის მომტანი არ არის ეს. პლანეტა ისევ მაღალი დონის ათეისტური, რას ნიშნავს ათეისტური? ღმერთის განეშე სამყაროს რო აშენებ. თორე ათეიზმი ხო ბევრჯერ განმარტეთ ეს ცარელი სიტყვებია. ღმერთის გარეშე დაიწყო მიწის ჩიჩქნა, რაღაც საჭმელების კეთება, ღმერთის გარეშეა აიჭრენ ჰაერში, არის ლიწილიწინი, ხეს დაიკითხნენ თვარეზე რო წავიდნენ, სადღაც მარსზე რო მიდიან. ღმერთის გარეშე ხდება ომების წამოწყება. ღმერთს დაიკითხნენ რომ სირიაში ისინი შეჩვიდა ერთი და მეორე, თავკომბალა პუტინი, თავკომბალა აქეთ ტრამპები. ღმერთს დაიკითხე. ხო, უნდა დაიკითხო, ხო, რასაც აკეთებ და თუ აკეთებ, გააკეთე ბოლომდე. მოკლედ თუ ღმერთმა გითხრა რომ გავაბედნიეროთ სოფლიო, მაგას რა ჯობია? რა აი ეს რა უბედურება არის ხო? ან ღმერთს დაეკითხა ვინმე? აი არავინ არ აკითხება ღმერთს ხო? რაღაცების ადამიანის შემუშავებული წესებით ცხოვრობს საზოგადოება, დააწესებს 4 წელიწადში არჩევნები, შეიკრიბება და თაკომბალა ვიღაცა დაარქმევენ პარტიას, გამოულაყებენ ტვის 2 წლის განმავლობაში ადამიანებს, დანიშნავენ არჩევნებს და თაკომბალებს ირჩევენ. ამას ქვია ბედნიერება, კაცო. აი რა მოაქვს ღმერთის სიტყვის იგნორაციას. როცა ახლა ამას ჩვენ მასშტაბებით ვერ გავარცელებთ, რა უდგია წინ?
მიკრო იმაში გავავრცელოთ. ჩვენ ცნობიერებაში და ჩვენს ყოფიერებაში. ჩვენი ყოფიერებაც ხომ პატარა სახელმწიფო არის. ვინ მოშამომარდა ბაბა, ვინ წამართმევს ამას. ჩემი გულიდან ვინ ამორეცხა სამაზად ჩემი გონებიდან, ვინ წაშლის ჩემი ლოგიკური ოპერაციების აი იმ თანამიმდევრობას, რომელსაც ღმერთი აყალიბებს ჩემში. ვერავინ. ვინ წამართმევს ენას, რომელსაც მე ვატარებ და ამენის მეშვეობით კომუნიცირებას ვახდენ ღმერთთან შუამავლის სახით, რომელიც არის წმინდა წერილი. ვერავინ. ასე რომ მე აღარა ვარ დამოკიდებულები და არა მარტო მე თქვენს ქრისტიანები, არავინ მით უმეტეს ყავოსნებზე. არ გვინდა ეს ოფიციალური საზოგადოებაში შემუშავებული ტიპით წამოყენებული რელიგიური ფარაონები. რელიგიური ფარაონი კათოლიციზმში, რელიგიური ფარაონი მართლმადიდებლობაში. ეს რელიგიური ფარაონები არიან. თაყვანისცემა ამისი მაღალ დონეზე მიდის. ცხოვრება კი როგორ მიდის? რიგითი ადამიანი გადაგდება. გაივსო პლანეტა მათხოვრებით 3 მილიარდი, 7 მილიარდ 300 მილიონიდან 3 მილიარდი ადამიანი ფაქტობრივად ეს არ ცხოვრობს. აქედან პირდაპირ გაგებით, რომ საერთოდ საჭმელი არ აქვს, რომ შიმშილობს 800 მილიონია. ამას ეს მიჩუთმათებულია. სამაგეროთ მიდის ტაშფანდური და ზემი რა პროგრესულ იმას მივახციეთ. დღე სულ მალე საერთოდ გაფრინდებით თელ დედამიწიანად სადღაც ვეძებთ სხვა ცივილიზაციებს. ეს ხო ავაყვებით, ეხლა სხვა ეს დავანაგვიანეთ, ეხლა სხვა უნდა დავანაგვიანოთ, ხომ? სხვა სიტყვებით უფრო. აი რა მოაქვს და რა შედეგები არის, როდესაც ღმერთს ვარს ვეუბნები და მის ადგილზე თეატრალური, მხატვრული ლიტერატურის მიერ მოპოვებული ღმერთი, ლიბერალი თეოლოგიების მიერ შემოსავებული, აი ეს თეოლოგიური სისტემებით პორტრეტს გვიხატავენ ღმერთს და გვათაყვანებინებენ. მე არ ვცემ თაყვანს ღმერთს, რომელიც მოწოდებულია ლიბერალი თეოლოგიების მიერ. არანაირად არა ვარ გამსჭვალული ოფიციალური ეკლესიების მიერ შემოგდებული რაღაც რელიგიური რიტუალებისა. ჩვენ მადლობა ღმერთს, ჩვენ გულებში გაითვალისწინა რომ 21 საუკუნეში ხალხი საერთოდ თეატრალურ პლანეტად იქცეოდა, რელიგიურ თეატრალურ პლანეტად, ყველას ჩამოურიგა საღვთო წერილი. ამიტომ კეთილნებეთ და არ გავზარმაცდეთ, ჩავყოყმელავდეთ, ტექსტზე ვიმუშაოთ, გავიაზროთ, გავაცოცხლოთ და დაგვაფიქროს. აღვადგინოთ ის, რაც დავიწყებულია დიდი ხნით. და ჩვენი ცხოვრებაც გასწორდება. ეს აღდგომის იმანაც დაადასტურა. რა არის აღდგომა თუ არა ის, რომ აღდგენილია კავშირი ჩემსა და ღმერთს შორის, თქვენსა და ღმერთს შორის. იესო მოგვიტანა ეს ცნობა. დაგვაბრუნა მამასთან. ვიყავით უძღების შვილები, საღორეში ვცხოვრობდით. საღორეში. და არც კი გვიფიქრია, რომ რა კარგად ვიყავით, მაშინ როგორც ფიქრობს აი ეს უძღების შვილი. მერე და მერე. ჩვენ მართლაც დავშურდით ღმერთს, წამოვედით ჩვენი ხუშტური ცხოვრება დავიწყეთ. გავიბრიქეთ მაღალ დონეზე, აუჯანყდით ღმერთს, დაგვანებეთ თავი უთხარი და ჩვენეული წარმოდგენებით რელიგიური ისეც დავაწესეთ. საოცარია მენაში კაცო, ყველაზე მეტად მენაში ახლოს თავისი წინაპრის დავითისა და მოსესა და ასე შემდეგ. ამათ ტრადიციები არ ქონდათ. რაღა ქართველს აქვს ტრადიციები და დღე-დღე დავით აღმაშენებელი და ბაგრატ პირველი და ბაგრატ მეხუთე და მე-20 და 30. აი მენაში ეს არც ისტორია არ უყვარდა. ვერ გადახედე შენი მამების ისტორიას. ვერ გადაიკითხე რატო ვართ ამ დღეში? აი ეს არის ცოდვა და აი ეს არის სატანას ხორცის ზეიმი ეს აჯანყება არის, ეს სიამაყეა. არა მე ვარ ღმერთი. ჩემიდან იწყება ყველაფერი. და ეს ძალაუფლება ერთ-ერთი საშინელება არის. ყველაზე ძლიერი ის არის სხვათა შორის სატანის იარაღი, ადამიანის ამბიციები და ეს სიამაყე, რომელიც მით უმეტეს როცა სათავეში გახვალ, ამ დროს არც ერთხელ არასოდეს სატანას არ მიყავს სათავეში ადამიანი. ღმერთის პრეროგატივაა ეს და იქ რო დაჯდება პიროვნება, სატანის სამსახურში მწვერვალზე როა მერე იწყებს. თავიდან იწყებს ვითომ ხალხს ემსახურება, ღმერთს ემსახურება, ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწე წესია. დაბლიდან რო იწყებს ისეთი საუკეთესო პიროვნება, მეტი რო არ შეიძლება. ავა თუ არა საფეხურზე. ალბათ სატანა ესეჩი მოიცა შენ გათქმევინებეს, აგარჩენე, მე ჩემი გოგონა იქნები. ყველა ვინცავა სათავეში, საერთოდ გადაუდგება ღმერთსაც, ხალხსაც. ღმერთს თავი დავანებოთ, მთელი მთავრობა გადაუდგა, საქართველოს მთავრობა გადაუდგა ხალხს. საერთოდ დაიკიდა ფეხებზე სულ ყველა იქ აწიოკებული სოფლები, მიტოვებული სახკარებით. აი საერთოდ არ აინტერესებს ეგა. ასევე დავიწყებული აქვს ამერიკის მთავრობას ხალხი დავიწყებული გაქვს ახლა რა თმინდა სირიელის გაბედნიერება, გამაბედნიერე მე კაცო. მიბედნიერებ სირიელს იქა და ისე გამომათაყვანე რომ მე ფულს ვდებ ამაში რომ კაი გააბედნიერე ის. მე თვითონ ქუჩაში ვგდევარ აქა. დამოკიდებული ვარ რაღაცა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, რამდენია ესე ხო? შენ კიდე აბედნიერებ სირიელს და გაწუხებ სირიელის უბედურება? ნახეთ რა სიყალბეა ჰუმანიზმი. ამიტომ არავინ არ ცხოვრობს ღმერთის წესებით, კანონებით, თუმცა ნახეთ რა უცნაური არის ეს ბუტაფორიულად და თეატრალიზირებულად მაინც აღანიშნავენ აღდგომას და ბევრს გულზე არ ეხატებს. განსაკუთრებით ახლა პროტესტანტულ სივრცეში მოდი ვთქვათ რომ ეს აღარ სახელმწიფო დონეზე ამას არ აღნიშნავენ.
არცეც არ აინტერესებს. ეგ ისეა რა, რელიგიური პლურალიზმის თანახმად დემოკრატიული მართლობა იმას ნიშნავს, რომ შენი ხუშტური თავისუფალია, კაცი ხუშტურში და იხუშტურე რა, შენ მუსულმანურად იხუშტურე, შენ ბუდისტურად, შენ ქრისტიანულად და ერთმანეთთან წყნარად იყავით, მე ვარ გლავარი აქ. აი ეს ჰუმანიტარული სახელმწიფო თავის ზენიტზე მიაღწევს, როცა დიდი ჰუმანისტი შემოვა ანტიქრისტეს მეშვეობით სატანის ის არის ესა და ერთი რელიგიური პოლიტიკოსი შემოყვება ამ დიდ რელიგიურ თეატრს, რომელიც იმდენად გლობალური გახდა, იმდენად ეკუმენისტური, რომ საჭირო არის ერთი რელიგიური დიქტატორი შემოვიდეს. და მიიღებს ჩაიხუტებს ყველას. მზადებს ნიადაგ, ერთად შეიკრიბება მუსულმანი, ბუდისტი, ერთი ვართ, ღმერთი ერთია, სხვადასხვა გზებია, მეჩეთში ლოცულობს ქრისტიანიც, მერე იქ შემოათრევენ მუსულმანს აქ. გადახედეთ რა ხდება და შორს არ არის ის დღე, რომ მთლიანად ეს ნიადაგი მომზადდება, ჯერ დაემსხვრება ის ეგრეთ წოდებული ნაციონალისტური სახელმწიფოები, რომელმაც ტვინი წაიღეს და ვერ გაიგეს. სადა ჩაიხედე წიგში, ჩაიხედე. მაინც წყავს გაკაცრობენ. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია. ხომ? აი გაგებაც აქვს ამას სხვათა შორის. არა ნეგატიური კონოტაციით იძახიან ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს ამას ქართველები, ნეგატიური ის ქონდა გაგება ამას. ამ დროს კარგ გაგებას ვდებ მე, როცა ლექსიკონი გასწორდება ხომ? ასე რომ აი ეს საკითხები, როცა ჩვენ წინ გადაშლილი და ვსწავლობ, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი გული გავასუფთავოთ, ჩვენი ახლო ურთიერთობებით, რაც შეიძლება მშვიდი იყოს, ვისთანაც ვცხოვრობთ. ჩვენიდან ხდება ეს, ჩვენ ავილაგმოთ ეს, გადავდოთ სხვას ურთიერთობა, გავანეიტრალოთ ყველა აგრესიული პიროვნება, ვინ ჩვენ ისრიგული ვარი. შემოდის აგრესიულად. რა უთქია წინათ ლამას სიტყვას და განვაიარაღოთ ხო? ერთი უთხრათ მიყვარხავ და გაჩერდება. არ ამგონია კაცმა აი სტარო ჩაატაროთ ვიღაცა შემოგივარდეს რაღაცა ეს ახლობელი იქნება ნათესავი შვილი თუ ქამარი და უცებ უთხრით იცი რა გაცლიათ და იცი რა მე შენ მიყვარხავ. აი მის მერე ჩხუბს დაიწყებს. ამიტომ ჩვენ გუშიდაც დიდი დოზით კი არ არის ქრისტიანობა. კი ვაღიარებთ ამას და ვიძახით და ამინ და რაღაცა, მაგრამ მთელი ცხოვრება როგორ ცხოვრობთ? მთელი კვირა როგორ ცხოვრობთ? 24 საათი რაზე ფიქრობთ? რა არის ქრისტიანობა? მარტო ერთ აღდგას უფრაზეზე ჭიქის რახურნიში გავიხსენოთ და წითელ კვერცხმა გაგვახსენოს ეს სხვათა შორის ქრისტიანობაში ქრისტე და ეს წითელ კვერცხებს არ უკავშირდება. ეს მე არის ეს წარმართული იმიდან ბაბილონური იშტარული და აღარ მინდა ამას გავყვე. ეს ქრისტიანობასთან არაფერი კავშირი არ აქვს. დაუკავშირეს წარმართული რიტუალები ქრისტიანული იმას. ქრისტიანობა არანაირად რიტუალები არ არის. საერთოდ ქრისტიანობაში რიტუალი არ არის. სულ გაუბრალებულია, გამარტივებულია. არსად ახალ აღთქმაში იესოს რო მივდევთ კითხვის პროცესში, არსად არ დასტურდება ეს. პირიქით ეს ებრძვის რიტუალებს, ყალბ ფორმალიზმს და იძახის ეს სწორი არ არის. და ამიტომ ჩვენთან კომუნისტურ სივრცეშიდაც იყო კვერცხების კოტრიალი და წითლად, ყვითლად იმით და რაღაც არ არის საჭირო. ეს ქრისტეს არ უკავშირდება. ეს ერთ-ერთი საზეიმო ცერემონიალი არის. თუ გინდა ჭამა გჭირდება ამ დღეს და გინდა კვერცხი მოხარში და კი, მაგრამ აი რელიგიური, ორთოდოქსალური თუ მისტიური დანიშნულება ამას არ უნდა კონდეს. არანაირად. რა თუ არ გაღება წითლად კვერცხს, დამთავრდა შენ საჯოჯოხში აღმოჩნდები. არ არის საჭირო ესა. ეს ქრისტეს არ უთქვია, მან თავარი თქვა ხომ? და თუ ამას ის სიმბოლოები აქვს, რომელიც არის წარმართული სიმბოლოები ქრისტიანული იდეის გასახსნელად შემოვიტანეთ, ეს უბრალოდ ცოტა გნოსტიკური იქნება, ტვინით. მაგალითად, რომ კვერცხის სიცოცხლის სიმბოლო არის, სიცოცხლე არის, წითელი კიდე სისხლია ქრისტეს მიერ დაღვრილი და შენი სიცოცხლე გამიგე დაღვარას ქრისტემ. შემიძლია ეს გნოსოლოგია. ხო? ეს გნოსტიციზმური მიდგომა არის. რა თქვინდა ეს, როცა ქრისტე ვიწამეთ? არანაირად. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავია, გინდა მოხარშული კვერცხი ჭამე რაღაცა და ამას რელიგიური საფუძველი ამას გამოვაცალოთ. და ისე დავტოვოთ, ხო? ისევე როგორც რელიგიური საფუძველი შეიძლება დაუდოთ შენობას, გავაწმინდაოთ და ვკოცნოთ კედლები? არა მე მგონი ხომ? აქ ბიბლიაში ეს მაგალითად როცა აი ეს სპილენძის გველი 708 წელი, როგორც რელიგიური რელიკვია, შიშის არსემდა ალბათ იმე უყურებდნენ და ალბათ წმინდა რაღაცა გადმოდის. დაამტვრე ერთ-ერთმა მეფემ ხო იცით ეგ ვისწავლეთ ხო? და დალეცა და გადარია ხო, არავის არაფერი არ მოუვიდა. ასევე საჯულებში ვისწავლეთ ერთი საჯული, რომელიც სახელიც კი შეარქვეს. დადგა და სულ დალეცა იმანაც ის თელი ამბები. უყურებდა ხალხი, გაუხმა ხელი, არ გაუხმა. კომუნისტების დროსაც ესე იყო, კომუნისტები რო ანგრევდნენ ტაძრებს, იმას ყველა აი ახლა გაგიხმება ხმეილე და არავის არ გაუხმა ხელი. პირიქით 70 წელი ყველას გაუჯანსაღდა ხელი. ხო და ძალიან ბევრი ღმერთი არ ყოფილა. მათ ვერ გაიგეს, რომ ღმერთს არ ემეტება ადამიანები ხელების გასახმობად. ის ბევრ დროს აძლევს, რომ შენ თვითონ დაფიქრდე და მიხვდე. სასწაულების ეპოქა ესეთი იმის გამო რომ მოგაბრუნოს ღმერთისკენ დამთავრდა. იმიტომ რომ იესო ქრისტე მოვიდა და გამოიარა. ეს ყველაზე დიდი სასწაული იყო და საღვთო წერილი ყველას ჩამორიგებული აქვს.
ახლა აღარ გჭირდება აღარაფერი ეს ფოკუსნიკობა აღარ გჭირდება ცეცხლის ჩამოსვლა ხო რაღაცა თუხთუხი ქვაბების ხო და რატომღაც ეს რუსულ მართლმადიდებლური ეკლესიამაც მოიგონა ესა და დანერგა კაკებემ გაავრცელა ყველგან აი მართლმადიდებლური ქართველთა ცეცხლის ჩამოსვლა და ულოცავენ ცეცხლის ჩამოსვლას დაბნელდა მოსახლეობა ცეცხლი ჩამოვიდა რა ცეცხლი ჩამოვიდა ისთვის უნდა ჩამოვიდეს რა ამანდა მენ ჩვენ გაძლევს ამ ცეცხლს ამიგე და არც მეთიუ ჰენრის მისცა არც რაღაცა უესლის ამანდა მენ ჩვენ გაძლევს კაცო და რა ბნელა ჩვენთან და ჩირაღდანს გვაძლევს წადე ანთეთო ცეცხლი ჩამოსვლა ბიბლიდან ვიცით რა როდის მოხდა ქარმელის მდაზე ცნობილია ესეც ვისწავლეთ ასე რომ ეს რელიგიური წარმოდგენები ფოკუსები ვინ დადგა ვის ინტერესებს შიჟარი აი ძლიერი ამა ქვეყნის არის სატანის სამსახურში რო დგას ეს ჩვენი მთავრობა რო დაემწყრებინდა და კონდრის კაცებით რომ მივიდნენ და ეახლენ იმას წელიწადში ორჯერ უჭირთ მაგრამ რა ქნა წელიწადში ორჯერ უნდა შეასრულონ დიდად გულზე არავის არ ეხატები ახლა მიდი და ყოველას თავისი ამბიცია აქვს მთავრობას უფრო დიდი ამბიცია აქვს რომელიმე პრემიერ-მინისტრი ახლა მიდი და თავი დაუკანტურე ახლა შიოლაშვილს რა მაგრამ უნდა გააკეთოს ხალხი გიყურებს და ადასტურო რომ შენ მორწმუნე ხარ ამით აჩვენო მოსახლეობას რომ ძალაუფლება ეკლესიას აქვს რო აქვს რასაკეთებს რო რა აყვებულია მოსახლეობა ყვავის ხო მორალურად გაჯანსაღებულია ხალხი რა კვირა არ გავა ვინმე არ გაიტანოს მანქანა მანდა ხო ამდენი ვისა დანაკარგი მე მგონი სააკაშვილის ბრძოლაში და იმას რო გაიყვანა ხალხი არ ყოფილა ამდენი ხალხი დახოცილი ახლა დაიხოცა ხო ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენი შეეწირა მანქანებით ჯირიც თბილისში კაციშვილი ხანს არიღებს რა დადიან ჯვრებ ჩამოკიდებული სანთლები და დარბიან გიჟებით ისე გადაიხუნძლა ქართველი მორწმუნის ცნობიერება აღარ იცის რომელი წმინდანია ვისაუნთოს სადელი სადირბინოს აქაც საოცარი ის არის ხო მარკეტს დაემწყავსა რა ხო მარკეტში კაცი რო შევა მშიერი კაცი ვერ გაიგებს თუ ძალიან მშიერი არ არის პირველი იმას ეტაკება შეჯამს და ისე ვერ გაიგებს რა იყიდოს როგორ იყიდოს და ძალიან ბევრი მართლა არ იცის მithumetes ისეთ ეპოქაში შევედით ქალებმა საერთოდ აღარაფერი აღარ იციან რა არის საჭმელი როგორ გავაკეთოთ რა გავაკეთოთ და სულ სხვას გადააბარეს თავისი ისა რა ეგრეთ წოდებულ ეგრეთ მზამზარეულ რაღაცა სახელდახილოდ შექმნილ იმებს სასადილოებს რომლებიც იმდენად ნაგავს აკეთებენ რომ ხელს უწყობს ადამიანის არა ხანგრძლივ ცხოვრებას დედამიწაზე არავის რაც შეიძლება მალე გამოგთოფოს ხო და გამოთოფვა მედის მოსახლეობის და აი ამ ფონზე ახლა აი ეს თეატრალური დადგმები არაფრის მაუწყებელი არ არის. მაგ ძალიან შეუმჩნეველია. მან კი ისეთი გრიალი არის თელი ტელევიზორი. ყველა მოკლედ სულ რელიგიურია ქვეყანა რა. სულთლად დაბნელდა. ხო? და ამ დაბნელებულ ფონზე ეგრეთ წოდებული ახალგაზრდა ცინიკოსები საერთოდ ისეთ ათეიზმს გადაგებენ, რომ თავიანთ სულს იღუპავენ. როგორ უწყობს ეს რელიგიური ფონი იმ ახალგაზრდების ნახეთ აი ესეთი ათეიზმისკენ გადახარას. ვაიამად ტყავი გაძრებათ ამ თხებს. რომ ადამიანი არ არის ეს შექმნილი რომ ღმერთს აუჯანყდეს. შენ რატო შეუწყე ხელი? რატო შეუწყო და რო ხედავს ეს რომ შენ იცი ვიგინდა რა ხარ? მე უკეთესი ადამიანია ვიდრე შენ. აი რა ფონია. აი ამან უფრო გაუმაგრდება ის რომ რა ეკლესიაში დადიხარ. რამ გამოგათაყვანა? რამ და მკვდარმა რელიგიამ ესე იცის. მკვდარი რელიგია ეს შიშრების რელიგია არის. შიში და ცახცახია. ცოცხალი რელიგია ეს ღმერთის სიცოცხლე ის ძალას გაძლევს. რატომ არ შეეშინდა დავითს გოლიათთან გასვლის? იმიტომ ის მკვდარი რელიგიის თაყვანებსმელი კი არ იყო. მან იცოდა რომ ცოცხალი ღმერთია ჩემთან და ის დაამარცხებს გოლიათს. მე კი და იარაღი ვიქნები მის ხელში. ხო ესე იყო დებორაც, ქალით დებორა, ხო? ლაჩარი კაცებთან რომ მიაგზავნა ღმერთმა. და ბარაკიც კიდე როგორ გამოიყენა გვერდზე სირცხვილია, ნუ მოდი რა. ნახეთ, ისე გადელდა კაცები რომ ღმერთმა ქალის იმით მოახდინა სასწაული. რომელიც ფაქტიურად რა ვიცი, ეს დასანახი იყო მხოლოდ იმიტომ რომ რა დღეს ჩავარდა მორწმუნე კაცობრიობა. იგივე მდგომარეობაში არის დღევანდელი ისა, როგორ არიან გაყუჩებულები. ესე იგი ეს რელიგია მიხვდებით ალბათ, რატომ მოიყვანე ეს მაგალითი. როგორ აჩმორიგებს ადამიანს რა. ეს დაინახა ლენინმაც და დაჩმორიგებული რელიგია 1000 წელი რო დაჩმორიგებული ქონდა მოსახლეობა, ზურგი აბრუნეს და აგრესიით დაუპირისპირდნენ მას. მთელი ხალხი გადმოდგა ამის მხარეზე, აგრესორის მხარეზე. და 70 წელი ღმერთის გარეშე ცხოვრების მოწყობა დაიწყო ხალხმა და პარადოქსია. ხილული მასში ჩანდა რომ ღმერთის გარეშე, მაგრამ პროვიდენციულად ასე რომ ათეიზმი არ არსებობს. ათეიზმი ეს კი მიატოვე ღმერთი, მაგრამ ღმერთი არ მიატოვებს სამყაროს მისია და არც ადამიანს, არც საზოგადოებას, არც შეგიწყობს ხეს მშენებლობაში, რათა კიდე ერთხელ მიხვდე. სწორია უჩემოთ როცა იმას ააშენებ. მე დავყურს გაძლევ უფლებას. არა.
კარგი. მაგრამ იმაში კი ხელი შეუწყო მართლაც, დაანგრევინა თავისი იმის შეურაცხყოფას ღმერთი თავის სახელისას არავის უფლებას არ მისცემს. მაგრამ ნამდვილი სახელის შეურაცხყოფას კი ვინ გაბედავს? მაშინ გაუხმებათ ხელი. და ის ყალბს რო ანგრევს, ხელი არ გაუხმებოდათ. ყალბი უნდა დაანგრიო. ნამდვილი დაანგრია აბა რა მოგილის. აბა ნამდვილად შეურაცხეთ ღმერთი. ცდის ჩატარება არაფერთ შეიძლება, ბიბლია მას გვასწავლის, სწორედ ამას ვამახვილებთ ჩვენ სწავლის პროცესში ჩვენ ყურადღებას და არა იმას რომ სიუჟეტი დავიმახსოვროთ, თუმცა ესეც უნდა ვიცოდეთ, დაგვაწყდება აღვიდგინოთ და საინტერესო საკითხავია წიგნი ეს, ძალიან იმას გვაძლევს რა, შემოქმედებით უნარებსაც გვიღვივებს, შის გადაგვალახინებს. ჩვენ წარმოდგენა გვექნება ჩვენზე არა ისეთი რომ მე მაგარი ვარ. ჩვენ მივივართ იქამდე რომ ღმერთის გარეშე არაფერი არ შეგვიძლია. მთლიანად ჩამოვეკიდებით ღმერთს, დამოკიდებული გავხდებით და ის აგვამუშავებს ჩვენ მან უფრო იცის რა ენერგიები და რა პოტენციაა ჩემში დამალული, რომელსაც მე კი არ წამოვწიე ღმერთის მიერ დადებული ვარ. ჩემი უნარებით რო ვცდილობ და არა ღმერთის უნარებით. აი ჩემთვის აი ეს დანიშნულება აქვს საღვთო წერილს და არა ამას რიტუალური მნიშვნელობა არ აქვს და მიხვდებით რატომ ვარ მე ძალიან ესეთი მკაცრი კრიტიკოსი ყველა ოფიციალური ორგანიზაციის მიმართ, ესენი რო ეკლესიას უწოდებენ. აი გინდაც იყოს ეს პროტესტანტები. არა, იქაც სავალალო მდგომარეობა. სავალალო, ეგ დადის ხალხი შიშით. რა, ან მიჩვეულია კოლექტივი, არაფერი გამოგვიძება არ არის. თორე გამოგვიძებულ პლანეტას ეტყობა. გამოგვიძებულ სახელმწიფოს, სადაც დიდს გამოგვიძებულ, იმას ეტყობა, ბიბლია მას გვეუბნება. მე კი ვხედავ პირიქით. დაძინებას ვხედავ და დაკაბალებას მოსახლეობისა. დღე მძიმდება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება. სამუშაოს ისეთი სტილი და ის შემოდის, რომ რა ვიცი, ადამიანები ლამის უკვე სახლი თავში საფრათ იქცა, წვიმა რო იქნება შეაბარო თავი. სახლი აღარ არის ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები, საყვარელი ადამიანები გაერთიანებიან და დიდხანს ერთად იქნებიან. და აუცილებლობის გამო სამსახურში რომ გახვიდე. ეხლა სახლი გაიცვალა. სახლი არის უკვე ის, რა ქვია, სამსახური. იქ ცხოვრობს ადამიანები. იქ აყავთ შვილები, იქ აყავთ ცოლები. ხო, ცოლები, ხაზ გაუსმევ, ცოლები. საშინაო და საგარეო. ძალიან ბევრს დედამიწაზე ეს არ შეგვიშინდეს რა ამის თქმა. სამსახური დღე და ღამე იქ ახარ და ეგრეთ წოდებული მდივნები ისინი სულ ყველას ყავს ეგენი. რა თუნდაც ახლა ამას რა თუნდა ახლა გადაჭარბებულია, შეიძლება იყოს გადაჭარბებული, მაგრამ არის 100% თუ არ არის, ხო არის. და ეს კიდე იზრდება და იზრდება და უფრო მეტი, ეს კარგ ტონად ითვლება. კაი ტიპი ხარ. როგორ არაბისთან არა ხარ? არავინ არ აკავს? ესე იგი ამატყოფი ხარ. ხვდებით როგორ ხდება ადამიანურ დონეზე უკვე აი ადამიანური სახარების გავრცელება? ამიტომ თანამედროვე აი ეს ეკლესიები რო დაირქვეს. მაგას სხვა რაღაცა ქვია. მანდ განწესდნენ წუთის სოფლის מחარებლები. წუთის სოფელს ახარებენ და წუთის სოფლით ხარობენ. მაგრამ ისეთ წუთის სოფელს ახარებენ, რომ შენ ამ წუთის სოფელში არაფერი არ უნდა გქონდეს. და თავად ძალიანაც ყველაფერი აქვს. და პირდებიან კი სამოთხეს. ვაი სირცხვილო, ადამიანი რო ადამიანს სამოთხეს პირდება. ხოლო იმიტომ რომ ხატი აქვს სახში, მოდელი ყავს. და გარანტია გაქვს იმის. ასევე დასავლეთში დადიხარ კვირაში ერთხელ პასტორთან, ყვინთავოფი გეძინება, მაგრამ წევრი რო ხარ შეხვალ სამოთხეში. არც იფიქროს არავინ. გამორიცხულია რა. და ეგრეთ წოდებული პროტესტანტული მასშტაბით მსახიობებიც მოგვევლინენ. მსახიობები. დახვეწილი მანერებით, ჟესტიკულაციებით, ინტონაციებით, ტექსტებით, გარეგნობით, იქ ანტურაჟით იქ კათედრაზე ყვავილები ისინი და დგანა 1 საათი ეს თელი ეგზალტაციით გადმოცემს, ზოგი გონიურულად, ზოგი არაგონიურულად, რაღაცა ვიდეო და გამოვა არაფერი, სულ დავიწყებულია ყველაფერი. ეს ბოთე ხალხი კიდე ყვინთავს იქა. და რა ხეპრეჩები და ის ხეპრე გამოდის. იმიტომ რომ ისინი წუთის სოფლისანი არიან. წუთის სოფელს უფრო მეტი მქადაგებელი ყავს. წუთის სოფელი კვირის მანძილზე ქადაგებს. ეს აღირს თუ გინდა ამას იპოვი, აი ეს გინდა, ეს გინდა, ეს თანსაცმელი უკეთესია. იქ კიდე საყვინთავოთ მივდივართ ისე რა, პარალელურად. ამიტომ მე ვარ უთხარი ყველა ოფიციალურ იმებს და ეს დრო აღარ არის. ჩვენ ღმერთმა თითოეული სახლი ეკლესიად გამოაცხადა, თითოეული ადამიანი, მორწმუნე ადამიანი ჯახის თავი მღვდლად გამოაცხადა, მღვდლად მასწავლებლად და ასევე მშობელი გამოაცხადა ღვთისნიერ ადამიანად, რომელმაც შვილი ვალდებულია, შვილს გააგებინოს ღმერთის არსებობა. ასე რომ ოჯახი არის ეკლესია. ადგილი, სადაც იმყოფებით, იქ არის ღმერთი. სადაც ხართ, აი ნებისმიერ, აი თუ გავიდეთ საათ კონძულზე სადღაც, იქაც ღმერთია. არ გჭირდება მოძებნა მართლმადიდებლური ტაძრისა და მღვდლისა. აი მელაცვალე ღმერთს გაგვან თავისუფლა რა. დაილოცოს აღდგომარ ვარ ყოფილიყო. მე
მართლა რომელიღაც ეკლესიაში უნდა მევლო რა, ამიტომ რომ მოწოდება აქ ადამიანს ამის. მადლობა ღმერთმა რომ შემოვიდა და აღდგა და შემოვიდა. აღდგენილი ხარ კავშირი შენსა და მამას შორის. ნებისმიერ ადგილზე იხმე შენთან არის. შეიკრიბეთ ჩემი სახელით მეც იქ ვარ. არ მეუნება იერუსალიმში შემხვდი, აქ შემხვდი. იყო პერიოდი რომ იქ რა იერუსალიმი რელიგიური ქალაქი აქ იყო. თუმცა ეს დიდი მოთხოვნა ღმერთს არ იყო. უნდა დავით სოლომონს და კარგი და რა თქმა უნდა მე სახლიო. მაგრამ ადგილი ერთი სადაც შევხვდებით ჩვენ ღმერთმა თქვა მე იქ უნდა ვიმყოფებოდე ხო? და როცა არ ხდებოდა ამის დამახინჯება, ამ ღმერთის დიდების დამახინჯება თაყვანისცემა, ღმერთი იმყოფებოდა იქ თავისი დიდების სახით. როცა დამახინჯება დაიწყო, გავიდა. ვეღარ აიტანს ხო დამახინჯება. თქვენგან აიტანთ დამახინჯებულ მდგომარეობას თქვენი შვილისას? როცა იმყოფებით და უყურებთ როგორ უგუღმართად იქცევა, გამოერიდებით და წახვალ არ მინდა რა. ან ესეთი მაგალითი, რომელიმე რძალი შემოგივიდათ სახლში და თქვენი კარგი შვილი ძალიან კარგად აღზრდილი. ძალიან მაგარი რა. და როგორ დღითი დღე გადაგვარება არის ცოლის გადამკითხე. აი მის ხუშტურზე დადეს. ამას უყურებს დედა და რაქნას. რომ თლიანად ესე იგი აი ისე შემოატრიალა რძალმა საქმე რომ იარაღად აქცია ეს კაცი ხელში როცა ოჯახიდან ყველა გაყაროს. ერთი ოჯახი ვიცი რომელმაც ესე გააკეთა. რძალი შევიდა იქა და სულ ყველა გაყარა ოჯახიდან, ბოლოს ქმარიც მიაყოლა. თვითონ კი ის ოჯახი ბარდელად აქცია. ასე რომ დედა ამას შეეგუება კაცო თუ დაიხოთ გული ჩაწყდება ღმერთი გაერიდება შეგნებული ქალი გაერიდება არც ლექციებს დაუწყებს არ ჩვილს იმიტომ რომ ამით ადასტურებს რომ შვილი უყვარს საშველი კი არ არის ვერ გააგებინა ვერაფერი ზუსტად ღმერთიც ესე აი დაქორწინებული რა არის ღმერთისა და ეკლესია ეს არის დაქორწინება და როცა ხედავ რომ შენ პარალელზე სატანასთან ახარ დაქორწინებული და იმას შენ თავის ჭკუაზე გადაგიყვანა ღმერთი ამას ესე იმ ტაძარში ესე იმით შეხედავს ადგა და გავითა გავიდა არ ნიშნავს დაიკარგა. დაგითმოთმილი, კარგი. მაგრამ შხორიდან მაინც თვითონ მართავს ქვეყანას. ასე არის სწორედ პროვიდენცია ამას ქვია. პროვიდენციის ეპოქა დაიწყო ქრისტეს მერე. და ხალხი უფრო ილუზიაში შევიდა, რომ ღმერთი არ არის. არავის ხელი არ უხმება. გინაწყევლა ისა, გინდა ისა. მერე მოჩვენებიდათ უფრო გაძლიერდა ამათი ისენი ზღაპრები, მითოლოგიები, მართლმადიდებლების, განსაკუთრებით ყველაზე მითოლოგიური არის მართლმადიდებლური სექტორი. ქრისტიანობაში. ნაკლებ მითოლოგიური, ნაკლებ და თან აქტიური კათოლიკები. მაგრამ არანა იქიდან არ გამოვიდა, მართლმადიდებლო და გაძლიერებული რა. როგორ იცი, ერთ-ერთ ფილმში მაგალითად პურმალიძე კაცი ზის მაფიოზი და პირვაც გადაწერს ხოლმე საჭმელს. ღვინო, საიდან აქეგა? რა თქმა უნდა, აკოდნა კრიტიკულის დაყვება ამას, მაგრამ ვერ გაიგებს მაგას. განაკრიტიკული არ არის დღეს აწყდება საქართველოში. ყველას ესმის ეს კრიტიკული. ასე ეს არაფრის მომცემი არ არის, მეგობრებო. არა ვარ დამოკიდებული ჩვენ ამაზე და სწორედ აღდგომის ეს ახალი ამბავი რო შემოვიდა რომ ჩვენ აღდგენილი არის ჩვენი კავშირი ღმერთთან იმ შემთხვევაში როცა ჩვენ ვიწამეთ ჯვარზე გაკრული ესო ჩვენი ცოდვების იდენტიფიკაციის გამო ჩვენი ცოდვები მაგაი აიღო ამის მერე ხდება ის სასწაული ზებუნებრივი შემოჭრა ჩვენ ადამიანურ ძალებში არ ვიცი როგორ ხდება ნამდვილად კი ხდება ეს არის სასწაული დაბადება ამ დაბადებულ ადამიანს მოთხოვნილი აქვს ბიბლიასთან ურთიერთობაში ეძებს ადამიანებს ასეც ვინც ამ თემებზე ლაპარაკობს ვინც ცხოვრობს ამ თემებით რაღაცა ჭკვიანურს და სიყვარული ღვივდება და ღვივდება ღმერთიც კიდე იმაში არის იმ სიყვარულში იმიტომ რომ ღმერთმა გააერთიანა ეს ხალხი ეს არის ეკლესია ცოცხალი ადამიანების ერთობლიობა რომელთა გული გამსჭვალულია ღმერთის სიყვარულით იქ რა თქმა უნდა ღმერთი იქნება სადაც 2 ან 3 შეიკრიბებით ჩემი სახელით და მეც იქ ვარ და დარწმუნებული ვარ ჩვენი სიყვარული დიდია ღმერთის ერთმანეთის მიმართ ჩვენ გვესწრება და გვისმენს და გავხარდება და მადლიც გვექნება ამაზე ორი აზრი არ არის მადლი იქნება ჩვენი გულის გასუფთავების თვალსაზრისით გონების მოწესრიგების თვალსაზრისით ჩვენ ცხოვრებისეული წარმატების თვალსაზრისით მასპარეზე რომელსაც წუთი სოფელი ქვია და იცის ღმერთმა თუ იმის გზით ვივლით რა უნდა რა არის ჩვენთვის კაი და რა არის ცუდი ჩვენ არა აუჯანყდეთ ღმერთს სადაც არ უნდა ვიყოთ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ არანაირად წუწუნი რაც არ უნდა შეგვემთხვას არანაირად წუწუნი რაც არ უნდა როგორი დაავადებით უნდა არანაირი წუწუნი და თუ დავიწუწუნებთ მაშინ ვერ გამოგვიცუნია ის ხო წუწუნებდა და აწუწუნებდნენ იობს მაგრამ 52 თავის პირველი მეორე მოხში გარკვევით არის ჩაწერილი აი ყველაფერი შენი მიზნით ხდება ყველაფერი შენ ხელშია ძახისიოფი მიხვდა რომ ყველაფერი შენ განაგებ და რწმენა კონდეს ცოცხალი ღმერთის რწმენა საინტერესო და არა შვილაშვილზე ბჭყველა ტანსაცმელები ასეთი სიმდიდრეთ იესო არ შემოსილა თავზე ისეთი გვირგვინი ადგას ეს არის მეფე ხო იესო საწყალი როგორ დადიოდა ღმერთი ქალაქებში დადიოდა და ხალხი თაყვანს ცემდნენ აი პასექს იხდიდნენ ამას რო წავიკითხავ ხოლმე თავფიქრდები და ეს რა ყრუ ის იყო რა და მე რამ გააცოფა ხალხი ესე
ასე როგორ დაბრუნდა ხალხი, რომ სულ ყველა აღარეალებდა ჯვარსაც ვიგ. რა არის ბრბოთა ფსიქოლოგია რა? ღმერთო აგვარიდე ბრბოს ფსიქოლოგია. არ მინდა რომ ბრბოს ავყეთ, ისე შეხვალთ თუ არ აგიტაცებთ ბრბო. საკამარისია შეერიოთ აქციაზე და გაყვირებინებენ. საკამარისია შეხვიდეთ ფეხბურთზე და ღრიალში თქვენს ჩაგითრევენ, ველი იკვრება, რაღაც სასწაული ხდება. ამიტომ არის საჭირო რომ ესე თავყრილობას არ გავბინძურდეთ. ჩვენ თავის შეკავება ისეთ ადგილზე სრულიად ამოვარდნილი იქნება. გადაგვჯეგავენ. არანაირად ჩაგვითრევენ, სუფრაზე დავჯდებით, თუ ყანც არ დაგვალევინებენ, თავზე დაგვასხამენ. ხო, გადაგვეკიდებიან, როგორც მტერს ისე გვიყურებენ. როგორ არიზიარებ ჩვენ იმას და ძალიან ბევრს დალევა არ უნდა, მაგრამ სვამს. იმ კაცრი წესებისა გამო სუფრას რო ახასიათებს. ასე არის ინდივიდი როცა მიდის მეორე და შენი ინდივიდი ითქვიფება მასობრივ ცნობიერებაში. შენ აღარ ხარ ინდივიდი, დაიკარგე, ჯოგი ხარ. კარგი რაც არის ადამიანის დაწელი, მე ვარი არაფერი არ მithქვია. სექტანტი მე არა ვარ და ბერად მე არ ვიკვეცები და მონაზრად მე არ გავივარ, იმიტომ რომ ხოხორიკა თავით სადაც გინდა გაიქეცი. ის შატანა იქაც გამოყვება. აზრი არა გაქცევას, ბერად აღკვეცას. ქრისტეს ეგარ ვთქვია. ეს მოგეხსენებათ ქრისტიანული ისტორიიდან ვინ შემოგვიგდო აქა ხო? ეს არ მოვიდოდა პავლეს, ეს არ მოვიდო. თვით პავლეც ქვას არ იღებს და სტეფანეს არ ესვრის. ხო, იხო ბჯგორო იყო. ის უყურებდა ამ სცენას. არანაირად აქტიური დამოკიდებულება არ გამოუჩენია. იგი ტანსაცმელს რაღაც დაყრილი ტანსაცმელს თქვა დარაჯათ ედგა. ესე გაკვრით არის ნათქვამი, მაგრამ არ ამგონი ახლა ტანსაცმელს ვინ მოეპარა, იმიტომ რომ იჯებოდა ხო ქურდიც და ყველაც. მაგრამ პავლე 20 წლის ჭაბუკი იდგა და სტეფანემ გააოცა. გააოცა მისმა დამოკიდებულებამ ხალხის მიმართ და ღმერთის მიმართ. მას მერე მოხდა ხო მისი მობრუნება, მერე მიდის ხო დამასკოს გზაზე რო ხდება იესო. ხვდებით, რატომ ამან არ დაიჭირა ეს ქვა? რატომ არ მოხდა მისი გათქვება ბრბოში? იმიტომ რომ ეს იყო, ამის გულში ღმერთი იყო და უკვე მზად იყო, რომ ღმერთი შეხვედროდა. ეს მზად იყო ღმერთთან შესახვედრად და მისი სამსახურის, თქვათ, განსახორციელებლად. რასაც აკეთებს პავლე და აგერ მადლობა ღმერთს, რომ ეს გამოიყენა კაცი, რომელსაც არანაირი პირადული ცხოვრება არ ქონია, არანაირი გემო არ ქონია პირადული ცხოვრებისა და ქუჩიდან ქუჩაში გაწანწალებდა, კარიდან კარში, მას არაფერი სახლი არ ქონია. ფელი ოჯახისა, მოკლედ, ეს იყო კარგი გაგებით მაწანწალა კაცი, მაგრამ ამ სიარულმა კარგი ამბებიც გაავრცელა ხმელთაშუა ზღვის პირეთში და ჩვენამდეც მოაღწია. რა თქმა უნდა ღმერთი დგას მაგის უკან. ეს გამოიყენა, რატომ მე არ ვიცი? როგორ იყენებს ამა თუ იმ ადამიანს? ხა ეს ღმერთმა იცის და ერთ ჩვენ ერთ დღეს დარწმუნებული არ გაგვიცხადებს. ბევრ კითხვაზე, ბევრი კითხვა რომელიც მე მაქვს პასუხი გაიცემა. ამიტომ მოთმენებით ველოდები იმ დღეს, როცა ჩემ კითხვებს პასუხი გაიცემა. მანამდე კი არ მინდა ჩემი თავით ჩემი პასუხები მე თვითონ ვიპოვო რაღაცა გნოსტიკური მეთოდებითა და საშუალებებით. ასევე მეგობრებო, ნახეთ როგორი ადამიანის პიროვნება ადამიანის, აი გაჯიუტებული ადამიანის რაღაცნაირად ხომ? ეს თოდო დაცემული ადამიანი აბსოლუტურად ყველა ამაყია, ინგლისს ყველა. სხვადასხვა დოზით არის. და ცოდვა სიამაყე კარგია. ეს გვიშლის ხელს ჩვენ ღმერთთან რომ მივიდეთ. ღმერთის მიერ მითითებული სიყვარული, ღმერთის მიერ არის გაჩენილი ადამიანი და ურთიერთობაც ღმერთმა დაგვიწესა, როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეს კაც ქალთან, ქალს კაცს და სიყვარული რა არის? ორივეს ღმერთთან. ესეთი რამე მან არაჩანს. ამიტომ უწოდებ თლიანი ფორმულირებით სატანურ სიყვარულს და მარტო ამ ლიტერატურას კი არ ახასიათებს ეს, აი რატო გვჭირდება ჩვენ კარგად გავარკვიოთ და ჩვენში აღმოფხრათ ეს სიამაყე, გვიშლის ხელს სიამაყე. გვიშლის, გიყვარს, მიდი და გამოცხადე ადამიანს. ქართულ ლიტერატურაში და ქართულ სახვით ხელოვნებაში კინემატოგრაფია იგულისხმება, მაგრად ჩანს ეს სიამაყე, რომ ხელი შემშლელია. და ამას ხანგრძლივი ტრადიცია ცხელს უწყობს. ჩვენი ცნობიერების ფორმირება ტრადიციის გავლენით მოხდა და ჩვენ ტრადიციამ ესეთი გავლენა შემოგვიტანა. ან არ შეიძლება გაუმჟღავნე მას, მალვა უნდა მას, აფარვა უნდა, დამცირება რო უთხრა შენ. ორივეს ერთმანეთი გიყვარს და ვერ ვეუნებით. კი ნახიათ ესეთი მოვლენები და მდგომარეობები, სადაც ორივე შეყვარებული ერთმანეთს ვერ უბედავს. და შამავლად სხვა რაღაცებს ჩართავენ. ამას არ ადასტურებს ქრისტიანობა. ეს ხელს გვიშლის ღმერთთან ურთიერთობაში. და შამავალიც ამიტომ არის შემოგდებული მართლმადიდებლობაში შიოლაშვილი. შიოლაშვილი გიყვარს, ღმერთი კი არა. ამ დროს თუ ღმერთი არ გიყვარს, შიოლაშვილი არ გიყვარს. ცნობილი ფაქტია. იესო იძახის. ვისაც შვილი ჩემზე მეტად უყვარს, ეს ბიჭი იქნება თუ გოგო იქნება, ის არ არის ჩემი მოწაფე. ხო, რა თქვა ამით ღმერთმა? რა სიყვარული არ უნდა უყვარდეს დედას შვილი? არ, მას კაცი რამე არ თქვა, უნდა უყვარდეს. მაგრამ თუ ღმერთი მეტად არ გიყვარს, შვილი არ გიყვარება და შვილი სიყვარულით ღმერთს დაშორდები.
ღმერთის სიყვარულით შვილი უფრო სწორად შეგიყვარდება. ამიტომ ესა თქვა, პირველი მე ღმერთია. ის დაგვანახებს ჩვენ როგორ შევიყვაროთ ჩვენ შვილი და შვილმა როგორ უნდა შევიყვაროს ჩვენ. ესე იგი პირველი არის გაბატონება ჩვენ ცნობებაში ღმერთის. ესა თქვა იესომ და არა უყომა არ გავიგოთ რომ იცი რა არის სექტანტები იყენებენ ესე. აი ღმერთი მიყვარს და შვილი აღარ მინდა ის აღარ ბერად წავედი. ეს არ უთქვია მას არა. არასწორია თქვენი სიყვარული ჩემს გარეშე. პირველი ეს ინსტრუქციაა მისი. თუ პირველად ღმერთით შევიყვარეთ და მართლა გულით შევიყვარეთ, მერე გვიყვარს ჩვენ წინ ადამიანი. და ეს სიყვარული არის სამართლიანობის შემცველი. სიყვარული, რომელსაც სამართლიანობა არ ახლავს. რა ჯანებად გვინდა ეგეთი სიყვარული? ესეთი სიყვარული სატანურია. სატანამ ხო ყველაფერი დაამახინჯა. ის არგებლა იმით, რომ ჩვენი მსგავსება ღმერთისა, ხატება მსგავსება გადაფხეკილი არის მთლიანად. ჩვენ ხომ ადამში დავიბადეთ და არა ედემის ბაღში. ედემის ბაღში დაბადებული ადამი დაიბადა მსგავსი ღმერთისა და ხატი ღმერთის ქონდათ მათ. შემდგომ ცოდვადაცემული ადამში ვინც დაიბადა, ეს ყველაფერი გადაფხეკილი იყო. ეს აღადგინა იესომ და გადაფხეკილი ადამიანებს ის რიტუალები დაუდო, რომელიც ლევიტელებში აღწერილი ეს უნდა შეესრულებინათ. და ამით დაედასტურებინათ თავისი გადაფხეკილობა და ცოდვილობა და დალოდებოდნენ მესიას. ვინც სამრწმენოში გარდაიცვალა და შესაბამის რიტუალების ცოდვის და დასადასტურებელ რიტუალებს ასრულებდა აბელიდან მოყოლებული, ყველა გადარჩა. ჩვენ კი ისეთ ეპოქაში შემოვედით, რომ იესო გამოსყიდულია ცოდვები, აღდგა და ჩვენ აღდგომას ვზეიმობთ არა პასექს. პასექი გარკვეულ დრომდე ქრისტემდე საჭირო იყო. ცოცხალი პასექი იესო ქრისტეა. და არა ის ქიშმიშიანი პურს რო ჭამტკბილი პურს ეგ არ არის პასექი, ეს იცით პასექის ისტორია ეგვიპტეში ჩაგვიყვანს გამოსვლის ისტორია რო ისწავლეთ, ხომ? და რას ნიშნავს ებრაული ეს სიტყვა, ესეც განმარტეთ ჩვენ ამოიღეთ ნახეთ კიდე ერთხელ მოვისმინოთ ეს ადგილები. ასე რომ ნახეთ როგორ შეეწყა ერთმანეთს ძველი და ახალი. ესე იგი ძველი გააუქმა იესომ, ახალი დაამკვიდრა. ჩვენში კიდე ძველი და ახალი შერწყმულია ბაბილონური, იშთარული, ქართული ტრადიციები. ამის მთელი ნაერთი არის და ერთად აღებული რელიგია არის ეს. და ამის თავკაცი მისი რეფორმატორი თუ რა ქვია, მისი ვთქვათ ორგანიზატორი შიოლაშვილი და მისი დამხაშები არის თავისი საკრებულოთი, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს მოსახლეობის გაჯანსაღების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვისაც ჩააბარა ღმერთმა მართლ წრეებს ჩააბარა ქვეყნის მართვა, სწორედ იმის ცნობიერებაში ღმერთი დიდი დოზით უნდა შეიყვანოს ასეთმა პიროვნებებმა. არიან კი ესეთები. პირიქით, ამან დაიქვემდებარა ყველა. სეკულარული მთავრობა დაექვემდებარა ფექვეს ტყლაპივით გათელა ვაჟას ციტირებას ვახდენ ამ შიოლაშვილმა. და მოსახლეობა კი გმინავს და ღატაკთა რელიგია გამეფთა. რატომღაც სიღატაკით შევალთ სამოთხეში. არ ადასტურებს იესო ამას, იმიტომ რომ მე მოვედი, იმიტომ რომ სიცოცხლე გქონდეთ და ჭარბად გქონდეთ, ცხოვრება გქონდეთ და კარგად გქონდეთ. ეს მაგიტომ მოვიდა. ეს ამბავი შემოგვიტანა და ვინც ეს იწამა, პატარა დონეზე მაინც ცხოვრება ისეთი აქვს, რომ ხარობს და ყველა აუცილებელიც აქვს. კომფორტზე კი რა ჯანდებოდ მინდა ტანსაცმლის ის დანიშნულება კი არ აქვს დღესაც. ეგრეთ წოდებული მოდელიერები, ტყლაჭებიან, იპრანჭებიან, ბოზობენ და თელამბებში არიან და 1000-ნაირ ხან ჩახეულ კაბებს გთავაზობენ, ხან იმას და ეს კაცებსაც ვერ გაიგეთ, ხან ეს არის მოტკუცუნებული შარლებით არის, ხან 4-ღილიანია, ხან 10-ღილიანი და ტანსაცმლის ეს დანიშნულება თავიდან არ ქონდა. ტანსაცმლის უნდა შემოსვის. მორჩა, გაუბრალოება. გადახედეთ რა ხდება. დამახინჯდა ყველაფერი. ყველაფერი ღმერთს დაცურებული ადამიანმა ყველაფერი დაამახინჯა. დამახინჯა ადამიანების აი ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად ადამიანი. სულ უკადრესია რა, არ მოწონს რაც არის, როგორიც არის. არ მოწონს თავისი კონსტიტუცია. აპირებს შეცვლას, არ მოწონს თავისი სქესი. არანაირად არ მოწონს სქესობრივი ურთიერთობის ის პრინციპები, რომელიც ღმერთმა დაადგინა, ქალი კაცთან, კაცი ქალთან. არა, ეს აღმოძველებულია კაცი კაცთან, ქალი ქალთან, ცხოველი კაცთან. პედოფილია. აი შენც უკვე შემოდის. სახეზე არის სამყაროს დაბრეცილობის ისეთი მასშტაბები, აქ მაგარი მოვშტენი უნდა იყოს კაცი, რომ შემოგვიტანოს რწმენა, რომ პროგრესისკენ მივდივართ. არ ადასტურებს ბიბლია ამას და რომ გაუცდებით. ჩვენ ყველასგან მიტოვებული ვართ გარკვეულ პერიოდში, ყველასგან მიტოვებული. თუმცა დაგვტრიალებენ ყველა ახლობლები, გვესიყვარულებიან, არაფერს არ გვაკლებენ. ღრმად ჩავიხედოთ გულში. ჩვენ ისინი ვერ გვშველიან. ჩვენ დაავადებებში ჩაკეტილი ვართ. ისინი თანაგვიგრძნობენ. მაგრამ ტკივილი ჩემთან არის. მხოლოდ ღმერთი არის ყველა ადამიანთან. იმას ძალუძს. ამიტომ დიდი დოზით ჩვენ მასთან დაახლოება ჩვენი ხსნის ტოლფასი არის. გადარჩენილი ვართ შევიგონოთ. ახლა კი მასთან ურთიერთობა აღვადგინოთ კარგად, სწორად და დარჩენილი საცოცხლო დრო მოდი ამ სულისკვეთებით გავლიოთ და მერე რა გველოდება წინ? აღდგომა თუ არ ყოფილა, მაშინ სულ ტყუილად ლაპარაკობთ. ავლემაც ეთქვა.
არის მეგობრებო აღდგომა, აღდგა იესო და იესოში გარდაცვლილი აბსოლუტურად ყველა აღდგება. აღდგება უდიდესი თვისებებით, ხარისხით, ინტელექტუალური დონით, თავისი იდეით, აი იდეასთან მიუახლოვდება ყველა აღდგარი ადამიანი და ჩვენ ტანჯვას ბოლო მოიღება, აქ ყველა ვიტანჯებით. ტანჯვის რაღაც გადასაფარებელ საშუალებებს ვეძებთ, გადაფარვის საშუალებებს, სუბლიმირებთ ჩვენ. ბედნიერების სუბლიმაციას ვეწევით. არავინ კი ბედნიერი არ ვართ. ამის აღიარება ყველას უჭირს. რა ბედნიერება იქ სადაც ვიტანჯებით ყველანაირად. აი ყველა ხუთი გრძნობიდან ყველაფერი მოჩლუნდა. მოჩლუნდა გემოვნებაც ყველაფერი, ყველა სახეზია ეს ყველაფერი. დამყაყებულობა სახეზია, სუნიაზდეს, ამყრალებული სუნიაზდეს უკაცრავად ასეთი გამოთქმისათვის თელ პლანეტას. და აქ კიდე შემოდიან ხალხი სატანის მეშვეობით. დიდი არსენალი აქვს სატანას, ძალიან დიდი რა. და შემოაქვს ბედნიერების ყალბი გაგება. ბედნიერები ჩართავ ტელევიზორს უბედნიერი ხალხი არის. ცეკვა თამაში, ბედნიერება, შესაძლებლობები უამრავი რო ადამიანი რას მივახციეთ იმანა ჭოკით გადახვდით 6-სა და 13-ზე. ხო, აქეთ მოტოციკლეტით ამოვტრიალთ ჰაერში ორჯერ. მართლაც ლამაზია საყოველთაო, მაგრამ ჩემთვის ეს პროგრესი არ არის. ადამიანი არ არის გაჩენილი იმისათვის მოტოციკლეტით ამოტრიალდეს ჰაერში 4-ჯერ. არ არის, მე ამას ესე არ უყურებ. არ არის ჩვენი რა, ამას შეიძლება 9-ჯერ მოწყდეს კისერი და ვინც ის რამდენჯერ მოწყდა ვიღაცას კისერი. იმას კი არ მაჩვენებენ. ამდენი დრო დაიხარჯა და რამდენჯერ მოკვდა ამისთვის. ამას აღარ გვაჩვენებენ. აი ეს არის ილუზია. რომ შენც მოგივა ესეთი რამე ახტები, აქეთ ვიქით აღარ აი ყველაფერი შეუძლია ადამიანს დაარტყა არაფერი არ ხდება და კადრები არის ესეთი. სასქესო გენიტალიებში ამორტყოს წიგ და ის დგას არაფერი არ მოძეთ. თქვენ ჯერათ ეგა? ადამიანი მყიფეა. არ არის ადამიანი გაჩენილი იმისათვის, რაც დღეს მედია საშუალებით არის მოწოდებული. არ არის ადამიანის მეტყველება იმისათვის ერთმანეთს ვლანძღოთ, ვაგინოთ, ვეჭხუბოთ. არ არის ამისთვის გაჩენილი. საკომუნიკაციო აპარატი ღმერთმა რო შექმნა, ეს მასთან ჩაგვრთო. თუ ჩვენ ამორთული ვართ მისგან, ჩვენი ამბიცია მუშაობს და მეორე ადამიანი ყოველთვის მტერია ჩვენ წინ და სურს მისი განადგურება ნებისმიერი საშუალებით. და ჩვენ ამას სიყვარულს ვარქმევთ. ასე რომ კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ამ დღემაც ერთხელ განათდეს კიდე ეს დღე განსაკუთრებით ხაზგასმული თორე ისე ყოველ დღე აღდგომაა მეგობრებო, იმიტომ რომ აღდგომა არის არა რაღაც ერთჯერადი მოცემულობა, არამედ ეს არის მარადიულობა. აღდგა და დამთავრდა. ნუ ამით მან წარმოაჩინა რა? ღმერთი კი არ აღდგა რა, ღმერთი სულ მუდამ იყო. ადამიანური სახე აღდგა, ადამიანური სახეში აიღო მან, ცოდვილი ჩვენი ბუნება აიღო მან, უცოდვილმა ჩვენი ბუნება ცოდვილი აიღო რამა და მისი მართალი ბუნება ჩვენ გადამოგვექცა, თვითონ ეს ადამიანური სახე არის ჩვენი რაღაცა ერთგვარად ოპტიმისტური შემომიტანა რწმენა იმისა, რომ ის აღდგა როგორც ადამიანი და მე მასში გარდაცვლილი, მე ადამიანის სხეული მაქვს, ფორმა, მე ხომ არ ვიქნები ღმერთი. არავინ ჩვენთაგანი ღმერთი არ იქნება. ჩვენ ვართ მქმნილებანი ღმერთთან მიმართებაში და ეს ულამაზესი სამყარო, რომელიც შექმნა მან და ვინც ის კიდე ამხელა რამე ელოდება წინ სულიერი სამყარო არ ვიცი, ასეთი ხილული სამყაროა, ასეთი გრანდიოზული და თვალუწვდენელი და საერთოდ დავიკარგებით. რა სივრცე რამხელა და ამხელა პლანეტები, რამხელა პლანეტებია რა, დედამიწა რა, არაფერი არ არის იმ პლანეტთან შედარებით, რომელიც განთავსებული არის, ხო? 9 თუ 10 და კიდე აღმოჩენები კიდე შორს არის კიდე რა უნდა აღმოჩინოს კაცმა. უზარმაზარი რაღაცეებია. ესე იგი რამხელა სივრცეა. რამხელა სიჭირდებათ, ხო? მარტო დედამიწას რამხელა სივრცე ჭირდება და ის რომ შემოუაროს, აი ამ ხელა სივრცეა, ხო? 1 წელი ჭირდება და კოლოსალური სიჩქარე, 100-8000 კილომეტრი საათში. წამში 30 კილომეტრი, რომელიც დასახულ ორბიტაზე ტრიალებს და 1 წელი ანდომებს 365 დღე. რამხელა სივრცეა. ახლა თუ ხილული სამყარო აი ესეთი გრანდიოზულია. აი ეს უხილავი ჩვენთვის უხილავი იმას ვინ დათვლის? რა გველოდება წინ? იესო ქრისტე ითხრა რომ წინ ქრისტიანს ელოდება ნეტარება. ნეტარება კი არ უმაღლესი ხარისხის ბედნიერება, მაკარიოსი. ამას განმარტება არ ჭირდება მე მგონი. აკინა ყველა მიცის ტანჯვა რა არის. ანჯვას განმარტება მე მგონი არ ჭირდება. რაღაც დოზის ცხოვრების მასზე ყველამ ტანჯვა გაიარა. ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სამედიცინო, ყველა. ვერ დაასახელებთ ადამიანს. ჯანმრთელობა თუ მიატანა 80 წლამდე, მას ფსიქოლოგიური ტანჯვები აქვს უამრავი და ეკონომიკურად უამრავი ტანჯვები. თუმცა მისი ფიზიოლოგიაც არც ესეთი გამართული არის, ფუნქცია დაკარგული, ესეც ტანჯვებს იწვევს, წარმოიდგინეთ ახლა დღედავე ქალი რო იბრანჭებოდა და იყო თელამბავში, ფუნქცია დაკარგული ქალის ტანჯვა, წარმოიდგინეთ ის ფსიქოლოგიაში რო დარჩა, როგორც აი სახმარი საშუალება უკაცრავად პასუხია ხო. ისეც იტანჯება. იტანჯები ამ სახეობები რო ვეღარ თამაშობენ როლებს, მივიწყებული არიან საზოგადოებაში. ტანჯვა სახეზეა. ეს ნამდვილია. ცოდვის შედეგი სწორედ ტანჯვა და სიკვდილია. სიკვდილი კი ღმერთთან დაშორება და არა გაქრობა. აღდგომამ კი ყველაფერი აღადგინა.
აღადგინა ბედნიერება, სიცოცხლე, ღმერთთან ურთიერთობა და დაგვიტოვა პერსპექტივში ცოტა ხან დამელოდეთ. რწმენაში დამელოდეთ. სანამ რწმენაში მელოდებით, თქვენი ცხოვრება საჭირო აქვს და იცხოვრეთ რწმენის შესატყვისად და მე ჩამრთეთ. დავისწროთ ღმერთი ყველა სფეროში, ყველა საუბარში, ჭამაზე დავისწროთ, სიყვარულში დავისწროთ. როგორ კაცო, ღმერთის გარეშე დავისწროთ ყველგან და ყველაფერში ღმერთი. ფიქრში, სულ, წვებით დაისწალეთ. რა იცით, გელოდებათ გამოგვიწება? ამიტომ დაწვევით, ჩავიყოლოთ ეს ფიქრი და ღმერთის თვალით სამყარო აღარ არის ისეთი საშიში ჩვენ რო უყურებთ. აღარ აგვიჩქროლდება სერიალებს ადხოცავენ. რა ვქნა ღმერთმა დართო იქნება, მე შევეჯიბრო სიყვარულში. და აქედან ჩვენი ჯანმრთელობაც აღარ შეირყევა. ძალიან გაფაქისებული აქვს ძალიან ბევრს ისეთი ჯანმრთელობა, ესეთ ამბების მოსმენა მართლაც სულად მოქმედებს. ამიტომ მივიმუშაოთ ქრისტიანულ რწმენაზე, რომ ამან ჩვენ არ დაგვაზარალოს და ღმერთის ნებით ხდება ყველაფერი. ვილოცოთ, მანიცის ყველაფერი, მას უყვარს სერიალიც, ქართველიც და სომეხიც. ჩვენზე რატომ მოქმედებს ეს? არის კიდე ჰუმანური გაგება რა სამყარო ისა? იმედი გვაქვს კიდე რომ ადამიანები რამეს გააკეთებენ? მაშინ რა ქრისტიანობაზე ალაპარაკი? ჩვენ არავის და არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს გარდა იესოსი. იმ იესოსი, რომელსაც დღეს ასეთი დეკორატიული ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს, მაგრამ ნამდვილებით სხვა არიან ამ დეკორატიულ პლანეტაზე. და სწორედ მისთვის არის ეს ზეიმი. ჩვენთვის განვაცხადოთ, ვინც არიან, არა მარტო ჩვენ, მეუბნეული არიან დედამიწაზე, მაგრამ ისინი არაფერს არ წარმოადგენენ, რამე თუ განახვეტი და გადაყრილები არიან. მტერი სატანაა ამისი. აბა ახლა არავინ არ მაქებს მე იმისათვის, რომ ბიბლიას ვლაპარაკობთ, არა, არც პროტესტანტები, არც მართა, მე ყველასგან დაბლოკილი ვარ, გარდა იმ ახლობელი ადამიანებზე, ვისაც ღმერთი უყვარს და ღმერთიდან მე მცემს პატივს. სხვა არაფერი. გილოცავთ კიდე ერთხელ აღდგომის წმინდანად დღესასწაულს, ყველა ჩვენ გულში ანთებული იყოს აღდგომის გაგება, მისი თეოლოგია და ყველა ჩვენნაირად დარჩენი ცხოვრება. ეხლა მაინც გავატაროთ ამ რწმენით და ამ შეგნევით და ვაცალოთ მუშაობა სულიწმიდას და დასახული რაც აქვს ჩვენში, იმას განახორციელებს. ჩვენ მას ვჭირდებით. ისე არ გაგვაჩენდა. აუცილებლად ჩვენ საჭირონი ვართ. ნუ გონიათ რომ საჭირო არის მარტო მხატვარი, საჭირო არის მარტო მუსიკოსი. არა, ყველა ადამიანი საჭიროა, ყველა ადამიანს, ყველა. არ შევხედოთ ადამიანს პროფესიის თვალსაზრისით. არ შევხედოთ ადამიანს მხოლოდ რაღაცას რო წარმოადგენს, მოცეკვავია და ისა. ადამიანი ყველა ღირებულია. ეს ყველაფერი წაიშლება, პროფესიები წაგვერთმევა. ჩვენ იქ არაფერი არ დაგჭირდება, გარდა სიყვარულისა. ამიტომ ამ სიყვარულის თავკაც, რომელმაც შემოიტანა და გაგვაერთიანა და გვასწავლა სწორი მიმართება სიყვარულისა, იმიტომ რომ თვითონ შეგვიყვარა. მე სანამ გავჩნდებოდი, მას უყვარდი მე. რომ მამის სიყვარული არა, მე არ გავჩნდებოდი. რომ არა მისი სიყვარული, მე არ გამომისყიდდა. რომ არა მისი სიყვარული, ჯვარზე ჩემი გულისთვის არ გაიყურებოდა. ამიტომ მადლობა იესოს. მადლობა იმისთვის, სული მიდგია, ჰაერი ჯერჯერობით მაქვს, მუშაობს ის ამ და ფილტრავს იმ ჰაერს, რომელსაც ჩვენ გვაწვდის ჰუმანიზმით გაჟღენთილი და დასრული, პოლუცირებული ეს სამყარო. ამას წმინდავს. ისევ იმ ნაგავს, რომელსაც მარკეტი გვთავაზობს ჩვენ, ამასაც ლოცვისას გვიწმინდავს და იცის რომ ნაგავს ჭამთ. მაგრამ რა ვქნათ? ლოცვით და იმით ეს განიწმინდება. შევასრულოთ ეს. ლოცვა კი კომუნიკაცია არის. ისევე როგორც ჩემი საუბარი თქვენს მიმართ კომუნიკაციაა. მე რომ აქ ქონდეს სამეთყოლო აპარატურა, ჩვენი კომუნიკაცია შეწყდება. ჩვენ აღარ შევიდოდით ერთმანეთს, ჩვენ გვაერთიანებს ენა. ახლა ჩვენ ენით ვართ გაერთიანებული. ქართული ენა იცით რა სულ ყველამ და ყველა ენა ღმერთიდან არის. ჩვენ ამით კომუნიცირებთ, შევდივართ. გენერირება ხდება აი ამ წარმოდგენებისა სიტყვებისა, რომელიც ჩემშია. თქვენ ცნობიერება ფორმდება იმ სიტყვებისა, რომელსაც მე წარმოთქვამ და ვაიმე თუ ჩემი სიტყვები წარმოთქმული სიტყვები ფორმირდება არა ღმერთის შესასწრისად, არამედ სატანისა. ვაიმე. ასე რომ დიდი პასუხისგებლობა გააღებდეს და რას ლაპარაკობს, იმიტომ რომ სმენელი ასე თუ ისე ფორმდება, ცნობიერება ყალიბდება. კიდევ და კიდევ ყველა თქვენთაგანს აღდგომის დღესასწაულს მოგილოცებთ. მე ბევრჯერ ჩავწერე აღდგომაზე ბევრი რაღაცები და დღითი დღე ჩვენ არც დავიღლები ამაზე, ამის თეოლოგიაზე ვისაუბროთ და როგორი იმით უყურებ გადაფასება როგორ ხდება და გადაფასება კარგისკენ გადაფასება, ღირებულება უფრო და მაღალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ, რათა უფრო კარგად შემოვიდეს ეს და არ იყოს ერთდღიანი რაღაცა განწყობა, ეგზალტირებული, ღვინით გაჟღენთილი, ხალხი რო გასკდება და იქ არიან საფლავებზე ერთი მაგარი ხსოვნის დღე მიდიან და მე რა ხსოვნის დღე ვინ არის იქ თუ უძება ხარ არა აი რა მიწაში წებს ისა რა ხსვენია რა ხსოვნის დღე რის ხსოვნის დღე არ გიხარია თუ გჯერა იქ თორე ის აღმდგარია და ემზადე შეხვედრისათვის
ახსოვეთ, საფლავში კაცი ჩააწვინო და მე იმას დაყურებდა, რა რელიგია ეს თუ არა, ძველი წარმოდგენებით გაჟღენთილი რელიგია, რომელსაც ქართული ლიტერატურა ასე რუგად მიმოაბნებს ხოლმე ჩვენ ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია, ხომ? მადლობა სმენისათვის და დიდი მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ენერგია და შესაძლებლობა იმისა, რომ გაგვიცხადოს თავისი სიტყვის მადლი და აგვალაპარაკოს. მადლობა იესოს ასეთი სიყვარულისათვის.